ერთი YouTube არხი, მშობლები, 6 შვილი, ვლოგების სერია და ძალადობის ისტორია, რომელმაც ჩვენი დამოკიდებულება ვლოგერი ოჯახების მიმართ სამუდამოდ შეცვალა. Salam მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღეს გვაქვს კიდევ ერთი ვიდეოების სერიიდან ინტერნეტის ბნელი მხარე. ორი დისკლეიმერი განცხადება მაქვს, სანამ უშუალოდ ისტორიაზე გადავალთ. პირველი, დღევანდელი ვიდეო ბავშვებისთვის არაა. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, რომ მოარიდოთ ბავშვები დღევანდელ ვიდეოს. ვიცი, რომ ბევრი უსმენთ ჩემს ვიდეოებს, როცა სახში სხვადასხვა საქმეს აკეთებთ და ვიდეო მაღალზე გაქვთ ჩართული. რაც ბიუთი ვიდეოებისთვის რა თქმა უნდა პრობლემა არ არის, მაგრამ დღევანდელი ვიდეო ბავშვებისთვის არ არის. თუმცა თქვენ შვილებს რა თქმა უნდა უკეთ იცნობთ. მეორე, დღევანდელ ვიდეოში შევეხებით ძალადობას, ბავშვებზე ძალადობას, ოჯახურ ძალადობას, რელიგიურ ფანატიზმს. თუ ეს თემები თქვენთვის მძიმეა, რაიმე გაკავშირებთ და თან გაკავშირებთ მსგავს სიტუაციასთან და ფიქრობთ, რომ ეს ვიდეო თქვენი მენტალური მდგომარეობისთვის ამ ეტაპზე რთული მოსასმენი იქნება, გთხოვთ გამოტოვოთ ვიდეო, არა უშავს შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ. ოჯახური ვლოგები ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ნიშია YouTube-ზე, განსაკუთრებით ინგლისურ ენოვან YouTube-ზე. ეს არის საკმაოდ მარტივი გზა ყოველდღიური ვლოგებით აჩვენო შენი ყოველდღიური ცხოვრება და თუ ეს საქმე კარგად გამოგდის, შეიძლება შემოსავლის კარგ წყაროდაც აქციო შენი არხი. 2015 წელს ოჯახური ვლოგების არხი სახელწოდებით 8 Passengers, ანუ 8 მგზავრი, ტვირთავს თავის პირველ YouTube ვიდეოს. მშობლები, დედმამა და 6 შვილი, უпростоრად 5, რადგან პირველ ვიდეოში დედა არის ფეხმძიმედ, ეს არის სქესის გაგების ვიდეო, მე-6 ბავშვის, დედა დგას სამზარეულოში, ტორტი დევს მაგიდაზე სქესის გასაგებად და 5 ბავშვი მის გარშემო შემოკრებილი ცხედან. ეს არის მათი მე-6 შვილი, გოგო. ზუსტად ესაა მათი პირველი ვიდეო YouTube-ზე, რომლითაც ამ არხმა თავისი დიდი, ძალიან საინტერესო და საბოლოოდ ტრაგიკული გზა დაიწყო. მოქმედება ხდება იუტაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ აივენსში, საკმაოდ კაცრი კლიმატით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ უდაბნოსთან არის ახლოს. წარმოიდგინეთ ძველი ჰოლივუდური ბლოკბასტერები, Wild Wild West დაახლოებით ესეთი სიტუაციის ქალაქია. ვიდეო ვლოგებს იღებს დედა, რუბი ფრენკი, ეს არის ფრენკების ოჯახი, რომელიც ასე ვთქვათ ხელმძღვანელობს ამ YouTube არხს, იღებს და ტვირთავს ვიდეოებს და თვითონ არის ყველაზე მეტად მოტივირებული და ჩართული ამ ვლოგების სერიაში. რუბის მიზანი ყოველთვის იყო ეჩვენებინა, რამდენად კარგი დედა და რამდენად კარგი აღზრდის მეთოდები აქვს. ოღონდ ისი არა, რომ მეზობლებს და მეგობრებს და სანათესაოს ეთქვა, რომ იცი რა მაგარი დედა ხარ. არა, უნდა და რაც შეიძლება მეტი ადამიანისგან მიიღო ეს კომპლიმენტი და მისი YouTube არხი ყოველდღიური ვლოგებით ამისთვის იდეალური ადგილი იყო. ოჯახი არის LDS ეკლესიის წევრი, ეს არის მორმონთა ეკლესია. იუტა და მორმონები ზოგადად ორი ერთმანეთისგან განუყოფელი თემაა. Salt Lake City, ანუ ცენტრი იუტას, ითვლება მორმონთა მექად, ისევე როგორც ოჯახური ვლოგების შტატად, ასე ვთქვათ. აქ ცხოვრობს ძალიან ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი, ბევრი მათგანი არის მორმონთა ეკლესიის წევრი და ეს საოჯახო ვლოგები მათთვის ძალიან ჩვეულებრივი თემაა. რუბის 2 დაც, ასევე მრავალშვილიანი დედებიც, ზუსტად იგივეთი იყვნენ დაკავებული YouTube-ზე, ასე ვთქვათ, პატარა საოჯახო კონკურენციაც კი ჰქონდათ ერთმანეთში. აქვე სანამ გავაგრძელებ ისტორიის მოყოლას, აუცილებლად პატარა შენიშვნა უნდა გავაკეთო მორმონთა ეკლესიასთან დაკავშირებით. არ ვიცი თუ არის მორმონთა სათვისტომო საქართველოში, ან მათგან ვინმე ნახავს თუ არა ამ ვიდეოს, მაგრამ მე მინდა რომ კორექტული დავრჩე და გითხრათ, რომ ეს ვიდეო მორმონთა ეკლესიის წინააღმდეგ ან მათი წევრების წინააღმდეგ რა თქმა უნდა არ არის მიმართული. ერთი ადამიანი მთელს თემს, ასე ვთქვათ, არ წარმოადგენს რა თქმა უნდა, თუმცა თუ თქვენს ჩემსავით crime პოდკასტების მსმენელი ხართ, ანუ კრიმინალური პოდკასტების მსმენელი ხართ, როცა ასეთ საოჯახო ვლოგებს და მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს და საქმეებს ეხება ხოლმე საქმე, საკმაოდ ხშირად სწორედ მრავალშვილიან მორმონთა ოჯახებთან გვაქვს საქმე იუტადან. ესეც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ზუსტად იუტადან არიან. მშობელი რო გახდე მორმონთა ეკლესიის მიმდევრებისთვის, ეს ითვლება ერთ-ერთ საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან პრიორიტეტად. ანუ ბავშვები, ოჯახი და ძალიან ისე ტრადიციულად და კონსერვატულად აწყობილი, დალაგებული სტრუქტურა ოჯახში, დედა დიასახლისი, სახლში, ბავშვებთან, მამა
საშოვარზე, ასე ვთქვათ. ფრენკების ოჯახიც ზუსტად ასეთი ტრადიციული წყობის ოჯახი იყო. რაღაც პერიოდი მათი არხი იყო ძალიან პოპულარული, ძალიან კარგად დაიწყეს, ასე ვთქვათ, და პირველ მილიონ გამომწერამდეც ძალიან მალე ავიდნენ. სხვა YouTube ვლოგერებისგან, ოჯახებისგან განსხვავებით, რუბის გამოარჩევდა ის თემა, რომ მხოლოდ ძალიან იარულ, ბედნიერ მომენტებს არაჩვენებდა და ტვირთავდა, ასე ვთქვათ, YouTube-ზე, არამედ საკმაოდ ისეთ დეტალებს, წვრილმანებს, სიმკაცრეს, აღზრდის მკაცრ წესებს, მეთოდებს, თუნდაც კამათს და ჩხობს, ანუ ნაკლები ფილტრით, ასე ვთქვათ, ვიდრე სხვა ვლოგერების არხებზე ნახავდით. რის გამოც ხშირად იღებდა კიდეც კრიტიკას კომენტარებში გამომწერებისგან და იუზერებისგან, რასაც ასე თუ ისე მიჩვეულები იყვნენ, რადგან როცა შენი ცხოვრება ინტერნეტში საჯაროდ გამოგაქვს, კრიტიკას რა თქმა უნდა ვერ აცდები, ყველას რა თქმა უნდა ვერ მოეწონები, მაგრამ როცა ოჯახის აღზრდას, ანუ ბავშვების აღზრდას ეხება საქმე, ნუ ეს ხომ ისეთი თემაა. ყველა ვიცნობთ ალბათ ხო, ბებიის, მიშვილის, მეორე ცოლის მამიდამ ზუსტად იცის შენ როგორ უნდა გაზარდო ბავშვი. აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი. შესაბამისად, როცა ასეთი თემების შესახებ საუბრობ ინტერნეტში, არც არის გასაკვირი, რომ კრიტიკას იღებ. თუმცა ასე თუ ისე ამ კრიტიკას მიჩვეულები იყვნენ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ძალიან კარგ ფულს აკეთებდნენ. $1000 შემოსავალი ჰქონდათ ყოველთვიურად მხოლოდ ამ YouTube არხით. გარდა ამისა, კევინ ფრენკი ქმარი იყო ადგილობრივი კოლეჯის პროფესორი. ანუ მხოლოდ ეს არ იყო მათი შემოსავლის წყარო. აქედან გამომდინარე, ისე აქტიური არ იყო კევინი ვიდეოებში, ვერ გეტყვით რომ არა, ისიც ჩანაიღებდა კიდეც, თუმცა სამსახურიდან გამომდინარე დღის მანძილზე მაინც გასული იყო სახლიდან, ამიტომ აშკარად ეტყობოდა, რომ YouTube არხი და საოჯახო საქმეები მთლიანად რუბის ქონა გადაბარებული. და რაღაც პერიოდი საკმაოდ კარგად მიდიოდა მათი სიტუაცია, ასე ვთქვათ, YouTube-ზე, სანამ ცნობილი Disneyland-ის სკანდალი არ მოხდა. მათი უფროსი შვილი Chad Frankie, ანუ სულ უფროსი არ არის, ბიჭებში უფროსი, იმიტომ რომ კიდე ერთი უფროსი გოგო დაყავს შერი Chad's. მოკლედ ერთ ღამეს Chad-მა გადაწყვიტა, რომ თავის პატარა ძმას გახუმრებოდა, ხამის 2 საათზე აღვიძებს და ეუბნება, გაემზადე Disneyland-ში მივდივართ. წარმოგიდგენიათ ალბათ, მაშინ ეს პატარა ბიჭი იყო სადღაც 6 თუ 7 წლის დაახლოებით, მისი სიხარული წარმოიდგინეთ, დგება ზურგჩანთას, ამზადებს მზის სათვალები, ემზადება Disneyland-ში წასასვლელად და ამ დროს Chad ეუბნება, რომ მოგატყვილა. რაზეც პატარა რა თქმა უნდა ტირილს იწყებს, ამ დროს მშობლებს ეღვიძებათ და Chad იღებს ძალიან მკაცრ საშჯელს. სანამ საშჯელზე გეტყვით, რა საშჯელი მიიღო, არ ვიცი დაძმები გყავთ თუ არა, ვისაც არ გყავთ, ჩვენ სამნი ვართ და პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა მსგავსი უწყინარი ტყუილი რეალურად არაფერი არ არის. აი ხო იცით, სანათისაო და ოჯახი რო იკრიბება ხოლმე რაღაცა დღესასწაულებს და ძველ ისტორიებს რო იხსენებენ ხოლმე. ეს ესეთი ისტორია არის, ჩვენთან ალბათ არც გაიხსენებდა არავინ. აი ნაშვილები ხარ და კუჭაში გიპოვეთ და კბილების ჩამოღება ჩხუბის დროს, აი ესეთი თემები უფრო მახსოვს, ამიტომ. არ ვიცი, თან მე ვფიქრობ, შეიძლება როგორც უფროსი და იმიტომ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ზოგადად უფროს დაძმებს ბუნებისგან გვაქვს მომადლებული ის უფლება, რომ პატარა დაძმები ვაწვალოთ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მათზე, მთელი ცხოვრება გვაქვს შინაგანად ეს განცდის და ზრუნვის და პასუხისმგებლობის მომენტი ბუნებრივად, ამიტომ გვიბალანსებს მე მგონი ამას ბუნება, რომ ბავშვობაში შეგვიძლია რომ ვაწვალოთ. არც შეიძლება უფროსი და ლაპარაკობდეს ახლა ჩემში, სავარაუდოდ ეგრეა, მაგრამ მაინც ასე მგონია. მოკლედ, Chad-ის ეს აქციები რაღაცა ამ მგონია, რომ განსაკუთრებული თემა იყო, მაგრამ არა რუბისთვის და კევინისთვის, როგორც გითხარით, მათი მკაცრი აღზრდის მეთოდები YouTube-ზე უკვე ისედაც ცნობილი თემა იყო. ამ საქციელის გამო Chad, რომელიც ამ დროს არის თინეიჯერი, დაახლოებით 14 წლის, 7 თვით კარგავს თავის საძინებელ ოთახს. 7 თვის განმავლობაში აიძულებენ მის საღებ ოთახში იატაკზე ძილს. მთელი წლით ჩამოართვეს ტელეფონი და ეს არის მისი სასჯელი. საინტერესო ის არის, რომ როგორც გითხარით, ხშირად საუბრობს რუბი YouTube-ზე თავისი მკაცრი აღზრდის მეთოდების შესახებ, მაგრამ ეს ფაქტი გამოტოვა. ამის შესახებ არ უსაუბრია. რაღაცა პერიოდის შემდეგ, როცა სასჯელი უკვე დამთავრებული, აი ერთ ჩვეულებრივ რენდომ ვიდეოში იატაკზე სხედან რუბი, Chad და უფროსი და შერი რაღაცაზე საუბრობენ და სრულად შემთხვევით ახსენებს Chad-ი, რომ იცი რა, აი ეხა დავიბრუნე ჩემი ოთახი, რადგან დასჯელი ვიყავი და მისაღებში იატაკზე მეძინა 7 თვე. მეგობრები აღარ მყავს, ტელეფონიც ეხა ძლევს დავიბრუნე, მე მგონი რაღაცა სკოლის არდადეგების პერიოდი იყო და ამბობდა ზუსტად იმას, რომ ერთი სული მაქვს სკოლაში როდის დავბრუნდებიო, იმიტომ რომ ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა თან ძალიან კარგად, სკოლის გუნდში იყო და ერთი სული მაქვს სკოლაში როდის დავბრუნდებიო. რუბი ეუბნება სხვათა შორის, აი მესმის რა შენთვის ცოტა მტკივნეული თემაა და თუ გინდა ნუ ვისაუბრებთ ამის შესახებ. Chad-ი არა,
ოკეია. და ამ დროს რუბის უკვე ყავდა მთელი გუნდი, რომელიც ვიდეოებს ამონტაჟებდა, ტვირთავდა, სპონსორებზე და ასე მოკეთ ბიზნეს ნაწილზე ზრუნავდა. ამას რუბი თვითონ უკვე აღარ აკეთებდა, იმიტომ რომ ეს ამბავი რო ხდება, უკვე დაახლოებით 3 მილიონზე მეტი გამომწერი ყავთ YouTube-ზე. მოკეთ სერიოზული ბიზნესის შესახებ ვსაუბრობთ, ასე ვთქვათ, და მონტაჟის გუნდი, ვინც ამონტაჟებდა მათ ვიდეოებს, ისინი ტოვებენ ამ ნაწილს ვიდეოში და ტვირთავენ YouTube-ზე. ამ ვიდეოს მოყვა ძალიან მკაცრი კრიტიკა კომენტარების სექციაში. ბევრმა სხვადასხვა არხმა გააკეთა კრიტიკული ვიდეოები ამის შესახებ და მოგეთ. ანუ ზოგადად დასავლურ კულტურაში მე გერმანიაში აქაც ბევრჯერ მქონია მე თვითონაც ეგ მომენტი, რომ ბევრი მსგავსი ისტორია მომისმენია ასეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თინეიჯერებისთვის განსაკუთრებით, მაგრამ ისედაც ბავშვებისთვის საკუთარი ოთახის გონა მით უმეტეს, როცა ოჯახს ფინანსურად ამისი შესაძლებლობა აქვს, არის ძალიან მნიშვნელოვანი დასავლურ კულტურაში. ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კონტროლდება და მოწმდება კიდეც. მე მომისმენია აქ ახალგაზრდა აზულად ჩამოსულები, ვინც არიან ოჯახებით, რომ როცა არ ქონდათ საკმარისი ოთახები, მშობლებს მისაღებში გასაშლელ დივანზე ეძინათ, რომ ბავშვს საკუთარი ოთახი ქონოდა. ანუ საკმაოდ ისეთი სერიოზული თემაა, მით უმეტეს, როცა ოჯახს ამისი შესაძლებლობა აქვს, იმიტომ რომ ეს ბავშვები მუშაობენ. ეს YouTube არხი ამ ბავშვებით გამოიმუშავებს ამ კარგ ფულს, ხო? შესაბამისად ის, რომ 7 თვის განმავლობაში კარგავს ბავშვი ოთახს და იატაკზე წინავს, ამას მოყვა ძალიან მკაცრი კრიტიკა, რასაც არ ელოდებოდნენ, მე ასე ვფიქრობ, თვითონ რუბი განსაკუთრებით არ ელოდებოდა. აგრძელებს რა თქმა უნდა შემდეგ ბლოგების ატვირთვას და ცდილობს რომ რაღაცა რომ ასე ვთქვათ გაამართლოს ეს სიტუაცია და გამოასწოროს, იმიტომ რომ გამომწერების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაკარგეს მაგ ვიდეოს გამო და ძალიან ნეგატიური რეაქცია მიიღეს და შემდეგ ვიდეოს ტვირთავს რომ ძალიან გადააჭარბეთ, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მომხდარა. აი ჩადის ისედაც დაბრუნებული აქვს უკვე თავისი ოთახი და ეხა თავისი ოთახის ტურს მოგიწყობთ. შემდეგ კადრი გადადის ჩატზე, რომელსაც ეს ბლოგის კამერა უჭირავს ხელში და თავის ოთახს გვაჩვენებს და ამ დროს მის ზურგს უკან კადრში ჩანს, რომ საძინებლის კარებია ჩამახსნილი. საძინებლის კარები არ აქვს. ეს ვიდეოც რა თქმა უნდა იტვირთება, ნუ ამაზე ხო საერთოდ, ნუ ვითომ ბავშვს ოთახი დაუბრუნეთ, მაგრამ კარი ჩამოუხსენით, ანუ თავისი პირადი სივრცე ბავშვს 14 წლის თინეიჯერს მაინც არ აქვს. აქაც რა თქმა უნდა რუბი ცდილობს ამ სიტუაციის შელამაზებას და შემსუბუქებას, რომ თქვენ არ გესმით, აი ჩადმა თვითონ მისი იდეა იყო. თავისი იდეა იყო, რომ ესე გადაწყვეტა, რომ ჩამოეხსნა კარი, რომ ჩვენი ნდობა დაებრუნებინა, მშობლების ნდობა დაებრუნებინა. გვახსოვს ხო ეს სასჯელი რას მოყვა? თავის მას რომ მოუყვა დისნეილენდში მივდივართ ხამის 2 საათზე. ანუ რაღაცა ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს ეს ბიჭი სადმე ბნელი ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელში ნარკოტიკებს ყიდდა. აი არც შეიძლება მე აღვიქვამ ამ ამბავს განსხვავებულად, მაგრამ 100%-ით ვეთანხმები კომენტარებში წამოსულ კრიტიკას და ნეგატივს, რომ ძალიან გადაჭარბებული და არასაჭირო დასჯის მეთოდები გამოიყენეს ჩადის მიმართ და შემდეგ, ნუ რა თქმა უნდა გრძელდება ჩვეულებრივად YouTube-ის ვიდეოების ატვირთვა, იმიტომ რომ კრიტიკას ასეთ უკვე მიჩვეულები არიან უკვე რაღაცა წლებია პერიოდია რაც YouTube არხი აქვს. ეხლა მე დღეს ამ ვიდეოში დაახლოებით 10 წლიან ისტორიას გიყვებით 2015-დან 2025 წლის ჩათვლით. ეხლა ბოლო ახალი თემები უკვე სასამართლო პროცესებზია, მაგრამ ანუ მთელი 10 წლიანი ისტორია. შესაბამისად ეს ბავშვები, ეს 6 ბავშვი, ყველა სხვადასხვა ასაკის არის, რაღაცა ყველა სხვადასხვა ისტორიაში და მაგალითში, რომელსაც დღეს მოგიყვებით, ამიტომ ჩანიშნული მაქვს ყველაფერი მომზადებული, მაგრამ წეს და არაფერი არ უნდა გამომრჩეს და ამერიოს. ანუ არ გაგიკვირდეთ თუ ვამბობ, რომ ხან 1-7 არის, ხან მეორე 9-ის, ანუ 10 წლიან მონაკვეთის შესახებ საუბრობთ. მაგრამ ხო იცით, აი რაღაცა ესეთი დეტალი რო მომენტი რო ხდება, მე ყველა უფრო ესეთი კრიტიკული თვალით იწყებს ზოგადად ვიდეოების ყურებას და ბევრ დეტალს აქცევს ყურადღებას და ზუსტად ამ პერიოდიდან ამ ვიდეოს შემდეგ დაიწყო ინტერნეტში სხვადასხვა კადრების გავრცელება, ასე ვთქვათ, თავმოყრა სხვადასხვა კადრების, რომლებიც რუბის სხვადასხვა ვიდეოებში არიან გაფანტულნი, ასე ვთქვათ, წლების განმავლობაში, რომელსაც ასე ცალ-ცალკე ესე არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ როცა ერთად მოუყრი თავს ამ სხვადასხვა ვიდეოებს, საკმაოდ მძიმე სურათი იღებ. და ეხლა რამდენიმე მაგალითს გეტყვით. მაგალითად, ბავშვების გრაფიკი, როგორი გრაფიკი ქონდათ ბავშვებს. იღვიძებდნენ დილის 6-ის ნახევარზე, იწყებდნენ სახლის დაალაგებას, ეს ბავშვების მოვალეობა იყო, სამზარეულო, საძინებლები, სარეცხი, კარადები, შემდეგ ქონდათ მუსიკის გაკვეთილები, ფორტეპიანო, ვიოლინო, შემდეგ სკოლისთვის ჩანთები უნდა გაემზადებინათ, ლანჩის მომზადება, სკოლაში წასაღებ საჭმის ბოქსების მომზადებაც მათი მოვალეობა იყო და შემდეგ იწყებოდა მათი სკოლის დღე. შემდეგ მეცადინეობები, ანუ სადღაც 15-16 საათიანი დღე ქონდათ ბავშვებს, მაშინ როცა ანუ ეს ბავშვების ასაკი უნდა წარმოიდგინოთ სადღაც 5-6 წლიდან 16 წლამდე. ანუ რანაირად შეიძლება 16 წლის თინეიჯერს და 6 წლის ბავშვს ერთი და იგივე დღის გრაფიკი ქონდეს. აი მაგალითად ერთ-ერთი ესეთი ვიდეო არის, როცა სკოლიდან ურეკავენ რუბის თავის პატარა გოგონას, რომელიც იმ დროს არის სადღაც 6 წლის, ლანჩის ბოქსი დარჩა სახლში, საჭმელი არ აქვს და
რუბი აქედან ეუბნება, რომ იცი რა, თუ საჭმლის ბოქსიც დაგრჩა, რომლის მომზადება შენი მოვალეობა არის დილით და ჯიბის ფულიც აღარ გაქვს რომ რაღაცა იყიდო, ნუ ანუ შეერჩები, ხა მე შენ აქედან ვერაფრით ვერ დაგეხმარები. და უთიშავს. და შემდეგი კადრია, რომელიც საკმაოდ კარგად მახსოვს, რასაც ყვითელი ბინით ზის ვიდეოში მანქანაში და იქიდან ძალიან ისეთი გაბრაზებული საუბრობს, რომ აი ხედავთ როგორი სიტუაცია, როგორი უყურადღებო არის, რომ აი საჭმელი არ წაიღო, ჯიბის ფული აღარ აქვს და ამბობს, იმედი მაქვს, არც ერთი მისი მეგობარი საჭმელს არ გაუნაწილებს, რომ ჭკუა ისწავლოს და მეორეჯერ ასეთი აღარ დაემართოს. ანუ რატომ უნდა ისურვო დედა, რომ თუ შენი შვილი საჭმლის გარეშე რჩება და მის მეგობარს გვერდით საჭმელი აქვს, არ გაუყოფს. საშინაო დავალებების რვეულები. ანუ როგორც გითხარით, სახლის დალაგება ბავშვების მოვალეობა იყო, მაგრამ ნუ არ ვიცი ხა რატომ უნდა გქონდეს 6 ბავშვის დედას იმისი ილუზია, რომ სახლი მუდმივად დალაგებულია, ხო და სადღაც რაღაც უადგილოდ არდებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ზრუნავდნენ იმაზე, რომ სახლი დაელაგებინათ, რა თქმა უნდა, რაღაცები მაინც რჩებოდა. საშინაო დავალების რვეულები, წიგნები, რაღაცები მაინც რჩებოდა ხოლმე უადგილო ადგილზე სახლში, ანუ მისაღებში, სამზარეულოში. რუბი ამ ყველაფერს აგროვებდა ზედ დიდ შავ ნაგვის ცელოფნის პარკებში, უყრიდა თავს და საღამოობით ბაღშმის შემდეგ, არ ვიცი როგორი გრაფიკი ჰქონდათ, კვირაში რამდენჯერმე სხდებოდნენ ხოლმე მაგიდასთან და რუბი გადმოყრიდა მაგიდაზე ამ მოგროვებულ წიგნებს და რვეულებს და ბავშვების გაბრწყინებული თვალები ვიდეოებში, რომ ჩემი საშინაო დავალების რვეულია. და რუბი არ შეეხოთ, ანუ ესენი ეს როულები იდო ადგილზე, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ თუ გინდათ რომ დაიბრუნოთ ეს როულები და თქვენთვის მნიშვნელოვანია, უნდა გამოისყიდოთ, ანუ თქვენი ჯიბის ფულიდან უნდა გადაგვიხადოთ მშობლებს, ან კევინს უბრუნდებ. ან კევინ, რა შეგვიძლია რომ მოვიფიქროთ კიდევ? რა უნდა მოვიფიქროთ? ფიზიკური შრომა. ისედაც შრომობენ ფიზიკურად ეს ბავშვები, მაგრამ არის ალბათ სარდაფის იატაკს მოახეხინებს ან რაღაც, ანუ კიდევ უფრო მძიმე ფიზიკური შრომა, თუ ჯიბის ფული არ ეყოფათ, ან არ უნდათ რომ ჯიბის ფული გადაიხადონ იმაში, რომ საშინაო დავალების როულები გამოისყიდონ. ყველაფერი რაც საღამოს მაგიდაზე რჩება, მიდის ნაგავში. შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ, რომ ბავშვი მოდის სკოლაში, 6 წლის ბავშვი მოდის სკოლაში და ამბობს, რომ საშინაო დავალების როული არ მაქვს, იმიტომ რომ დედა ჩემმა ნაგავში გადააგდო და ჯიბის ფული არ მეყო რომ გამომესყიდა. საკმაოდ მძიმე ვიდეოა, როცა 7 წლის არის ეს პატარა გოგონა დაბადების დღეზე ჩუქნიან წიგნებს. და როგორც ჩანს, ზუსტად ეს წიგნები იყო, რაღაც წიგნების სერია იყო, რამოდენიმე წიგნი, რომელიც ძალიან ნუდოდა და ამ ბავშვის გაბრწყინებული თვალები უნდა ნახოთ, ხსნის მაშინვე ყველას და აი უკიდეგანოდ ბედნიერია და რუბი უცებ აჩერებს. კამერა რა თქმა უნდა გვანდი თუ დგას და იღებს ამ ყველაფერს. რუბი მაშინ ვაჩერებს. ძალიან მწუხარ რომ ახლა უნდა გითხრა ეს ამბავი, მაგრამ შენი მათემატიკის მასწავლებელმა დაგვირეკა და გითხრა რომ საკმაოდ ცუდი ნიშნები გაქვს და შეიძლება კლასის გამეორება მოგიწიოს. ამიტომ სანამ ნიშნებს არ გამოასწორებ, ეს შენი წიგნები საჩუქრებით არჩებიან ჩემთან. ვერ წაიკითხავ. ნიშანს რომ გამოასწორებ, შემდეგ დაგიბ. თავის დაბადების დღეზე. ანუ ჯერ ჩუქნის ბავშვს ამ წიგნებს, ახსნევინებს საჩუქრებს და მაშინვე ართმევს ხელიდან უკან, სანამ ნიშანს არ გამოასწორებ, ვერ წაიკითხავ. ანუ ეს მომენტი კი არა რომ ბავშვს რაღაცაში დახმარება სჭირდება, მიხმარება სჭირდება რაღაცა საგნებში, რომ რაღაცა საგნებში შეიძლება უკეთესად გამოსდის და რაღაცა ნაკლებად, იმიტომ რომ აშკარად, ანუ როცა ბავშვი დაბადების დღის საჩუქრად, 7 წლის ბავშვი დაბადების დღის საჩუქრად წიგნებს ისურვებს, ეს ხო ნიშნავს, რომ ძალიან უყვარს ამ წიგნების კითხვა, ხო? არა, პირდაპირ სასჯელი და თან ძალიან მკაცრი სასჯელი. აი მაგალითად, როცა რუბი სტუმრებს ელოდება ბავშვებს სკოლაში წასვლის უფლება არ აქვს, რომ სახლი დაალაგონ, ანუ ეხლა ჩვენ 90-იანების ბავშვებს განსაკუთრებით სახლის დაალაგება არ გვიკვირს, ხო? სადაც შეგვეძლო იქვე ხმარებოდით ყოველთვის, მაგრამ ანუ რაღაცა ოზარ-მაზარ ფანჯრებზე არიან ეს პატარა ბავშვები გასულები და ფანჯრებს წმენენ, იატაკი, სარდაფი, ეზო, ანუ ძალიან მძიმე ფიზიკური შრომა, რომელიც ასეთი პატარა ბავშვებისთვის აშკარად ძალიან მძიმეა. ყველაფერს სხვათა შორის მის ვიდეოებში ვერ ნახავთ, მაგრამ Hulu-ს აქვს ახალი დოკუმენტური ფილმი ზუსტად ამ ოჯახზე, ამ არხზე, საიდანაც მე გამიჩნდა ამ ვიდეოს გაკეთების იდეა და სურვილი. ეს ძალიან გადაღეჭილი თემაა, ძალიან ბევრ ვიდეოს ნახავთ ინტერნეტში ამ თემაზე. პლუს შერის, ანუ უფროს ქალიშვილს აქვს წიგნი, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა ინგლისურად, House of My Mother. დედაჩემის სახლი. საკმაოდ მძიმე წიგნია, ასევე აუდიო ვერსიაც არსებობს და ამ აუდიო ვერსიას სხვათა შორის თვითონვე კითხულობს შერი, ძალიან კარგად წერს და ძალიან კარგი ხმა აქვს, ძალიან კარგად კითხულობს და როცა იცით ან რომ ეს ყველაფერი რეალურად გადახდა თავს და ისე გიყვებათ ამ ყველაფერს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია, მაგრამ არის თუ შეძლებთ და
ინგლისურად ან მოусმენთ ან წაიკითხავთ, ნამდვილად შემიძლია რომ გირჩიოთ. და პლუს სასამართლო საქმე, პოლიციის მასალები, დოკუმენტები, ფოტო მასალა, ვიდეო მასალა, აი ეს არის ის წყაროები, საიდანაც დღევანდელ ვიდეოში მე გაწვდით თქვენ ინფორმაციას, არა მხოლოდ YouTube-ის ვიდეოები, რასაც რუბი ავრცელებდა, იმიტომ რომ რასაც არ ავრცელებდა, ანუ კადრს მიღმა ვიდეოები და ის რაც კულისებში ხდებოდა, როგორც გითხარით, გუნდი ყავდა, რომელიც ვიდეოებს ამონტაჟებდა. ამ გუნდმა შემდეგ Hulu-ს გაუგზავნა დოკუმენტურისთვის ეს ვიდეო მასალა და კადრს მიღმა ამოჭრილი კადრები, რაც ვიდეოებში ვერ ხდებოდა, ეგ საერთოდ ცალკე თემაა და ძალიან ძიმე. და იმასაც არ გეტყვით, რომ ყველა ასეთი კადრი მხოლოდ კადრს მიღმა ვიდეოებიდან მოხვდა დოკუმენტურში. არა, მაგალითად რუბის თვითონ აქვს ატვირთული ერთ-ერთ ვიდეოში, რომ პატარა სპიჩს 8 წლის იყო მაშინ. წინდა დარჩა, სადღაც ბაღში რაღაცას აკეთებდა, მუშაობდა ალბათ, წინდა დარჩა და როგორ უყვირის ეჩხუბება და თან კამერით მისდევს, რომ აიღე წინდა და როგორც სასჯელი, რომ წინდა დარჩა. 10 push-up-ი უნდა გააკეთოს, ანუ ხელებით აწევა 10 ჯერ. და თან თავზე ადგას კამერით, იღებს ამ ყველაფერს და კარგად დაიწიე, იატაკს ბოლომდე შეეხე. ეგ კარგად გაკეთებული push-up-ი არ არის. 8 წლის ბავშვს წინდის გამო. თემა იყო ის, რომ მუდმივად fast food-ი და junk food-ი ქონდათ ბავშვებს საჭმელად. წესიერი საკვები არასდროს არ იდო მაგიდაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ამისი პრობლემა არ ქონდა არანაირად ოჯახს, კალორიებსაც კი უთვლიდა ბავშვებს. 1500-დან 1700 კალორიამდე მიღების უფლება ქონდათ, კვირის სხვადასხვა დღეებზე გადანაწილებული. არ ვიცი, 15 წლის თინეიჯერი ბიჭი, რომელიც სკოლაში სპორტით არის დაკავებული. 1500 კალორია, აი რაში უნდა იყოს? ხო წარმოუდგენელია, რომ საკმარისი ენერგია მისცეს 1500 კალორიამ ბავშვს. და სხვათაშორის შერიც იხსენებს წიგნში და ვიდეოშიც არის სხვათაშორის ვიდეო მასალაც არსებობს, რომ რუბი ყვება, რომ კვირა დღე მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ სამზარეულოს ვალაგებ, რომ ნარჩენები, ანუ საჭმელი რაც მორჩა, რაც წინა კვირის განმავლობაში არ შეიჭამა, ყველაფერი გამაქვს სამზარეულოდან და ორშაბათიდან ახალი კვირისთვის ყველაფერს თავიდან უყიდულობ და ამ დროს შემოდის კადრში, რომ ჩვენც ძალიან გვიყვარს კვირა დღე, იმიტომ რომ არ გვეჩხუბებიან და ყველაფერს შეგვიძლია შევჭამოთ რაც გვინდა. აი მაგალითად, როცა ბავშვები ავად არიან, ეგ საერთოდ ცალკე თემაა და ცალკე ვიდეოებია. ეს პატარა გოგო როგორც ჩანს ავად იყო, რაღაცა ვირუსი ქონდა, ისე რომ აღებინებდა და სკოლაში არ წავიდა ამის გამო და რუბის ხო დილით ჯერ ძლივს და აჯერა, რომ ცუდად იყო მართლა და არ ატყილებდა და ვერ წავიდოდა სკოლაში და როგორც იქნა დარჩა სახლში, მისცა და სახლში დარჩენის უფლება და კამერის წინ სხედან, ანუ კამერაში ელაპარაკება თავის შვილს, ანუ გვერდით უზის ეს პატარა თვითონ კამერაში იყურება და იქიდან ელაპარაკება თავის შვილს, რომ ანუ როგორ შევთანხმდით, ერთხელ თუ გაღებინებს, არაფერი, აი მეორედ თუ გაღებინებს, მაშინ დამიძახებ, ხო? ასე თვითონ აჩვენებს მაგალითად ვიდეოებში კარანტინში როგორ ყავს ბავშვები, როცა ერთ-ერთი ავად ხდება, რაც ლოგიკურია, ხო? ეხლა როცა 6 ბავშვი ყავს სახლში და ერთი ავად ხდება, რა თქმა უნდა არ გინდა, რომ დანარჩენებს გადაედოს, ხო, ეს ვირუსი და ცდილობ რომ მოარიდო ბავშვებს. ბავშვებთან მორიდება მისთვის იყო, რომ სააბაზანოში, ფილებზე, პირდაპირ იატაკზე, უნიტაზის გვერდით, საბნით და ბალიშით აიძულებდა ბავშვს ზილს. რომ თუ აიღებინება გექნება, აი უნიტაზთან ხარ. და თან სააბაზანოდან გამოსვლის უფლება არ ქონდა, რომ სხვა ბავშვებისთვის არ გადაედო და ესე აჩვენებს, რომ პირდაპირ ფილებზე იატაკზე წინავს 7 წლის ბავშვს. ვიდეოებში ჩანს ასევე დაბადების დღის საჩუქრები მაგალითად. ანუ რა იყო თინეიჯერ ბავშვებისთვის და თუნდაც ბავშვებისთვის დაბადების დღის საჩუქრები, ხელსაწმენდები, პირსაწმენდები, თეთრეული და ხო გონიათ ეხლა რომ აი 14 წლის თინეიჯერისთვის თეთრეული სერიოზულად თქვენ ბავშვების გაბრწყინებული სახეები უნდა ნახოთ ვიდეოებში, როგორ უხარიათ პირსაწმენის და თეთრეულის საჩუქრად მიღება დაბადების დღეზე. ანუ როგორ ჩანს ამ მილიონიან სახლში ბავშვებისთვის სუფთა ახალი თეთრეული, მაინდა-მაინც დიდი ისეთი თემა არ იყო, არა, ეს იყო დაბადების დღის საჩუქარი თინეიჯერი ბავშვებისთვის. ასევე ერთ-ერთი საკმაოდ მძიმე მომენტი იყო, რომ ეს პატარები როგორც ჩანს დაუმორჩილებლები იყვნენ, როგორც რუბი ანუ ამ ბავშვებით კმაყოფილი არასდროს არ იყო. არასდროს არ აქებდა, არასდროს არაფერი არ მოსწონდა, ყოველთვის ძალიან უკმაყოფილო იყო ამ ბავშვებით და როგორც ჩანს ეს პატარები რაღაცაზე, არ გააბრაზეს. არ ვიცი, ალბათ იატაკი არ დახეხეს ისე როგორც რუბის უნდა და არ ვიცი. მშობლებმა გადაწყვიტეს, კევინის და რუბის გადაწყვეტილება იყო, რომ შობისთვის საჩუქრები არ უყიდეს. ანუ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბავშვებისთვის შობის დილა, რომ აი ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები. თან ის კი არა რომ ბავშვებს არ უყიდეს, მარტო ამ ორ პატარას. ყველაზე პატარას. იმათ, რომლებსაც რეალურად ყველაზე მეტად სჯერათ ამ შობის დილის და თოვლის ბაბუს და ეს რაღაცების. ანუ ის ხდნენ ეს პატარები და უყურებდნენ დაძმები როგორ ხსნიდნენ საჩუქრებს. ეს იყო დაშა. როგორც შერი ყვება თავის წიგნში, ანუ თავიდან ყველა კარგ დროს ატარებდა, ასე ვთქვათ, თავიდან ყველას მოსწონდა პირველი რამოდენიმე წელიწადი, რომ რამგარია YouTube-ის ვიდეოები, სკოლაში ყველა მიცოდა, რომ YouTube-ის ვიდეოებს წერდნენ და ანუ თავიდან თვითონაც მოსწონათ ეს ყველაფერი, თან ფულის გაკეთებაც რომ დაიწყეს ამ ვიდეოებით, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ დედა ჩვენის თანამშრომლები ვიყავით.
რომ ოჯახის სტატუსი დიდი ხნის წინ დავკარგეთ და როგორც თანამშრომლები, ესე ვიქეცით მთელი ოჯახი. კადრს მიღმა ვიდეო კადრებში ხედავთ, რაც დოკუმენტურშია, რომ შერი $10 მოგცემ და ჩემთან ერთად ვიდეო გადაიღე. ეგეთი სახით ნუზი ხარ, გაიცინე. ვიდეო მაქვს ჩართული, წესიერად მოიქეცით. ან ბავშვები რო ეუბნებიან, აღარ ვიცი რა ვილაპარაკო. შენ იყავ ისეთი იყავი ბუნებრივი როგორც ხარ. ესეთი ვარ ბუნებრივად. მაშინ შეცვალე. მთელი ოჯახი ყოველ დილით ემზადებოდა YouTube-ის ვიდეოების ჩასაწერად. ყველაფერი უნდა ყოფილიყო იდეალურად მოწესრიგებული, ყველაფერი უნდა ყოფილიყო თავის ადგილას. შერი წერს სხვათა შორის თავის წიგნში, რომ სახლში განათებები გამოაცვლევინა რუბიმ სპეციალურად, ანუ როგორც წესი ნათურებს თბილი განათება აქვს, უმეტეს ნათურებს აქვს თბილი განათება. და სპეციალურად ცივ განათებაზე გადააყვანინა მთელ სახლში განათება, რომ უფრო სტუდიოს პროფესიონალური ეფექტი ქონოდა ვიდეოებს სახლში რო იღებდნენ. სტუდიად აქცია მთელი სახლი. და ძალიან ისეთ პირად და მნიშვნელოვან დეტალებს აქვეყნებდა ინტერნეტში, რაც თინეიჯერებისთვის საკმაოდ რთული. მაგალითად, პირველი პერიოდი, როცა შერის ქონდა პირველად როგორ გაიპარსა ფეხი, ან როგორ ესაუბრებოდა თავის პირველ შეყვარებულს ჩედი, ტელეფონი ქონდათ, რა თქმა უნდა, თვითონ ხო უმაღლესი ბოლოთაობის კამერებით და განათებებით და ყველაფერი და ბავშვებს ქონდათ აი ეს გასახსნელი ტელეფონები მარტო კლავიატურა 8Z. ამ ტელეფონებსაც კი რა თქმა უნდა ყოველთვის უკონტროლებდა და კამერით უნდა გადაიღო, რომ ვაიმე ვის მისწერე, რომ ძალიან გიყვარს. და ესეთი კომენტარები, რომლებსაც თქმა უნდა მე YouTube-ზე ხვდებოდა და ხო წარმოგიდგენიათ, რომ ეს ბავშვები მეორე დღეს სკოლაში უნდა დასრულებდნენ. ანუ ბულინგის დონე ხო წარმოგიდგენიათ სკოლაში ესეთ რაღაცეებზე. ასეთ ცხოვრებაზე ბავშვები სხვადასხვანაირად რეაგირებდნენ, რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდა თანდათან პროტესტის შეგრძნება ხო განსაკუთრებით თინეიჯერებს. ნუ შერი ცოტა სხვანაირად რეაგირებდა, წიგნების წერა და დღიურების წერა დაიწყო, ჩანაწერებს გაკეთება დაიწყო და უფრო თავის თავში ჩაიკეტა. შენს უფრო აგრესიული რეაქცია ქონდა ამ ყველაფერზე, თვითონაც ამბობს, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ვიდეოების ჩაწერა ჩამეშალა და ჩემისთვის, იმიტომ რომ უბრალოდ აღარ შემეძლო და როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, ამ ავტორიტეტის სტატუსი დაკარგა მშობლებმა მისთვის და შემდეგ ეს სკოლაშიც გადმოიტანა და მასწავლებლებმაც დაკარგეს მისთვის ავტორიტეტის სტატუსი და იქამდე მივიდა საქმე, რომ სკოლიდან გამორიცხეს. ნუ ხო წარმოგიდგენიათ, ეს ამ ძალიან ტრადიციულ ოჯახში ხა ეს რამხელა სკანდალი და კოშ, ანუ ნებისმიერი ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, მძიმე ამბავი იქნება, მაგრამ ნუ აქ ხო წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ რუბი ხო იდეალური დედაა. რუბი ხო სხვას ასწავლის ინტერნეტში ბავშვები როგორ უნდა აღზარდოს და ამ დროს მისი შვილი სკოლიდან გამორიცხეს. ნუ ხო წარმოგიდგენიათ რამხელა ტრაგედია არის მისთვის, მაგრამ აი რითიღა დასაჯონ. ნუ იატაკზე ძილი გაიგო, ტელეფონი აღარ აქვს, სკოლიდან გამოაგდეს, სპორტი, ანუ რითი შეიძლება კიდე რომ 16 წლის თინეიჯერი დასაჯო. და შემდეგი თემა იყო თერაპია, რომ თერაპიაზე უნდა წასულიყო. აქაც ძალიან გაუმართლა რუბის, იმიტომ რომ საერთო ნაცნობიდან იცნობდა ერთ-ერთ თერაპევტს, რომელიც ასევე სხვათა შორის იყო მორმონთა ეკლესიის წევრი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ენდობოდა. ეს თერაპევტი იყო ჯუდი ჰილდებრანდი, რომელიც უფრო იყო ანუ ოჯახის მოზარდების, წყვილების ქორწინა, ანუ ამ ასეთი თერაპევტი იყო, ანუ საოჯახო თერაპიას აკეთებდა, ასე ვთქვათ, როგორც პირას, ისე ჯგუფურ თერაპიებსაც. ჯუდის გამოჩენით ისტორიის მეორე უფრო მძიმე ნაწილი იწყება და გეტყვით რა ხა თანდათან უფრო და უფრო მძიმე ისტორიების მოსმენა მოგიწევთ ვიდეოში. ცოტა ახლდა რომ გაგაცნოთ ჯუდი, რადგან მნიშვნელოვანი იქნება მისი პერსონა ჩვენს ვიდეოში. როგორც გითხარით, იყო თერაპევტი, რომელიც ძალიან რელიგიურად უდგებოდა თავის პროფესიას და ძალიან ისეთი რელიგიური ეკლესიური მეთოდებით ცდილობდა თერაპიის კურსების ჩატარებას. ზირთად როგორც გითხარით, საოჯახო კურსები ქონდა და სხვათა შორის იმდენად იყო ცნობილი ამ მორმონთა წრეში, რომ ეკლესიის პასტორი, როცა მრევლში მაგალითად წყვილს რაღაცა პრობლემები ქონდა, აგზავნიდა ჯუდისთან თერაპიაზე და რაღაცა თერაპიის კურსები იყო, რომლის საფასურს ეკლესია იხდიდა. სხვათა შორის და საინტერესო დეტალი არის ის, რომ ჯუდი სეანსის ჩანაწერებს ეკლესიის პასტორს უგზავნიდა, უზიარებდა. ეგ იყო ჩემი პირველი red flag. ეგ ისტორია რო წაიკითხე. ჯუდის პასუხი ნებისმიერ პრობლემაზე იყო დამოკიდებულება. რომ ყველას აქვს დამოკიდებულება, ყველას აქვს პრობლემა, განსაკუთრებით თინეიჯერებს. ნებისმიერ პრობლემის საწყისი არის დამოკიდებულება. ყველაფერზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. რაღაცა მატერიალისტურ რაღაცეებზე ხო თავისთავად, მაგრამ ასევე ადამიანებზე. მაგალითად, თუ წყვილს პრობლემა ქონდა, ყოველთვის დამნაშავე იყო კაცი, მამაკაცი, ანუ კაცების მიმართ ქონდა სერიოზული აგრესია. ძალიან კაცთ მოძულე თერაპევტი იყო, გეტყვით წინასწარ და ამას აშკარად ხედავდით მის თერაპიის კურსებში. მაქსიმალურად ცდილობდა რომ დაეშორებინა წყვილები ერთმანეთისთვის და ეს ისტორია რომ გახდა ესე საჯარო ცნობილი 8 Passengers-თან დაკავშირებული ისტორია. შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, რომელსაც წყვილებში ასე ვთქვათ, როგორც ოჯახის თერაპია ქონდა კურსი გაკეთებული ჯუდისთან, რომელიც ყვებოდა რომ ჯუდის გამო დაინგრათ ოჯახი, ჯუდის გამო დაკარგეს ცოლი. ანუ თქმა იყო ასე რომ მაქსიმალურად აჯერებდა ცოლებს, რომ ქმრები იყვნენ, ცუდი
ტიპები და მაქსიმალურად ისე უნდა მიიყვანათ საქმე, რომ განქორწინებულიყვან, ოღონდ ჭკვიანურად, ისე რომ ალიმენტებზე პრობლემა არ შექმნოდათ. ანუ რამოდენიმეჯერ რაღაც ესეთ მომენტებში, შესაფერის სწორ მომენტებში პოლიციაში დარეკვა, საჩივრის დაწერა ქმარზე, რომ ანუ იყო არ იყო მართალი აგრესია, ძალადობა, ანუ რაღაცა ისეთ საჭირო მომენტებში, რომ შემდეგ განქორწინების მომენტში როცა დასჭირდებოდა, უკვე მარტივად მის სასარგებლოდ გადაწყვეტილი იყო საქმე. გარდა ამისა, ქმრებს, რომლებსაც გამოსწორება უნდოდათ და ოჯახის დანგრევა არ უნდოდათ, მათთვის არსებობდა სპეციალური ბანაკი, ქმრების გამოსასწორებელი ბანაკი, სადაც უშვებდნენ თავის კლიენტებს. კონსრომოსულიყვნენ. ეს მომენტი განსაკუთრებით გულისამრევია, იმიტომ რომ ბევრი ქალი ცხოვრობს ძალადობაში. ბევრი ქალი ცხოვრობს ესეთ სიტუაციაში, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ამ თემის ყუილით ფულის გასაკეთებლად გამოყენება განსაკუთრებულად გულისამრევად მიმაჩნია. იმდენად ძიმე სიტუაცია იყო, რომ ჯუდიმ თავისი ლიცენზია დაკარგა, თერაპევტის ლიცენზიაც კი, მაგრამ ჯუდიმ მე ზეულად თავიდან ვერ მომიშორებთო და გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო life coach, ანუ ცხოვრების მწვრთნელი, არ ვიცი რამე სპეციალურად თუ თარგმნიან ქართულად, მაგრამ შექმნა ესეთი კურსები, ორგანიზაცია Connections, ჰქონდა life coaching-ის კურსები. არ ვიცი, ოჯახებისთვის, წყვილებისთვის, თინეიჯერებისთვის, ყველაფრის სპეციალისტი იყო. ანუ life coaching-ს როცა ეხება საქმე, ეს ისე რეგულირებული არ არის, როგორც ახლა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის და უმაღლესი განათლება და დიპლომი და ანუ life coaching-ი ცოტა უფრო ნაკლებად შეზღუდული თემა არის და რეალურად იმას აკეთებდა რაც უნდოდა. რამდენად იმას აკეთებდა რაც უნდოდა, ძალიან ვერ გაგვიგრძელდეს ახლა ჯურის ლაპარაკი. ერთი მაგალითის თავისი ძმისშვილის ჯესის მაგალითზე გეტყვით. მისი ძმისშვილი ჯესი, რომელიც 14 წლის იყო, ძალიან დაუმორჩილებელი თინეიჯერი იყო. თუ დააკვირდებით ამ ისტორიაში, ნებისმიერი ბავშვი, ნებისმიერი თინეიჯერი არის ძალიან დაუმორჩილებელი. როგორც მშობლები თვითონ გვყვებიან, ანუ ბავშვებს მუდმივად აქვთ რაღაცა პრობლემა, რაზეც უნდა იმუშაონ და მუდმივად. ჯესის გამონაკლისი არ იყო. იმდენად რომ მშობლები ვეღარ უმკლავდებოდნენ, ანუ ჯურის ძმა და ცოლი. და გადაწყვიტეს, რომ თერაპევტი ვყავს ოჯახში და რატომაც არა, წაიყვანეს ჯურისთან და დატოვეს იქ ჩააბარეს თავისი შვილი. ოღონდ ისე კი არა, რომ ჯესი არავის არ გაუფრთხილებ. აი ეს მე ინტერვიუში ყვება სხვათა შორის თვითონ რომ ეს ერთხელ მივედითო ჯურისთან, ანუ მშობლების სახლში ცხოვრობდა ჯური და რაღაცას ვთამაშობდიო უკან ოთახში და რო გამოვედიო, რომ ვიკითხე ჩემ მშობლებს სად არიანო, წავიდნენ,ო ჯური მითხრა და როდის მოვლენ, აღარ მოვლენ. ანუ დატოვეს ესე ბავშვი იქ. დაუტოვეს ჯურის და ჯურის აღზრდის მეთოდები იყო ძალიან არაადამიანური, მოდით პირდაპირ გეტყვით. ორი ნაწილისგან შედგებოდა ფიზიკურად გატეხვა და მენტალურად გატეხვა ბავშვის. ფიზიკურ გატეხვაში იგულისხმებოდა მაგალითად აივანზე ძილი, სახლში ძილის უფლებას არ აძლევდა ბავშვს. ზამთარში, იანვარში, იუტაში, როცა -1 და 2 გრადუსი კიდე სითბოდ ითვლება, ასე დროს აივანზე ეძინა ჯესის, უდაბნოში ფეხით სიარული, თევზზე სირბილი, ასლო ჩამოსვლა ზურგჩანთით, სიცხეში ყოფნა და სიარული წყლის და საჭმლის გარეშე. ანუ მისი იდეა იყო ის, რომ ჯესი არის ეშმაკით შეპყრობილი, ავისულებით შეპყრობილი და რაც უფრო მეტად დატანჯავდა ფიზიკურად, ეშმაკი უფრო მარტივად დატოვებდა მის ორგანიზმს. ამიტომ იყო ფიზიკურად გატეხვა მნიშვნელოვანი. ჯესი უნდა დამჯდარიყო და ყოველდღე უნდა ჩამოეწერა თავისი ცოდვები. მაშინ როცა სკოლიდან გამოიყვანეს, არსად არ დაყავდა, მეგობრები არ ყავდა, არაფრის გაკეთების უფლება არ ჰქონდა, სახლიდან მარტო გასვლის უფლება არ ჰქონდა, რაც ცოდვები უნდა ჩამოეწერა. ამბობს რომ ვიჭიქი და ყოველდღე რაღაცას ვიგონებდი და ერთ და იგივე რაღაცას ვწერდიო და ამაზე მე ბრაზობდა, მეჩხუბებოდა რომ ვატყილებდი და არასწორ რაღაცებს სიმართლეს არ უწერდიო. ამას რა თქმა უნდა მე სასჯელი მოყვებოდა ისევ, ანუ რაღაცა ჩაკეტილ წრეში ვიყავი რეალურად, საიდანაც გამოსავალი არ არსებობდა ჩემთვის, რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი არასწორი იყო. ანუ საპირფარეშოს კარის დაკეტვის უფლებაც კი არ მქონდა წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ფიქრობდა რომ რაღაცა ცუდს ვაკეთებდი საპირფარეშოში. ქუჩაში გაყავდა პირზე სკოჩი გადაკრული, რომ ვინმეს არ დალაპარაკებოდა. ანუ ვერ გეტყვით ახლა რომ რაღაცა მეგობრების დაბადების დღეებზე და ფართიზე მიყავდა ეს ბავშვი, ანუ ერთადერთი ადგილი სადაც მიყავდა იყო ალბათ ეკლესია და სუპერმარკეტი და სკოჩი ქონდა პირზე გადაკრული ჯესის, რომ ვინმეს არ დალაპარაკებოდა და თუ ვინმე იკითხავდა რომ რა ხდება, ჯურის პასუხი იყო რომ ეს შეპყრობილია, ფიზიკურად აგრესიულია, შეიძლება თავს დაგესხეს და რო არ მოგატყუილოს რაღაცეები, პირი აქვს აკრული, ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობა. იქეთ აწოდებდა ხალხს თავს, რომ მე ვიყავი მოძალადე და ამიტომ მქონდა პირი სკოჩი დაკრული. ეს იყო ფიზიკური გატეხვა. მენტალურ-მორალურ გატეხვას რაც შეეხება, რასაც აჯერებდა და მუდმივად უმეორებდა და ასევე მოქმედებითაც უმტკიცებდა, იყო ის, რომ შენ ხარ ბოროტება და სიყვარულს არ იმსახურებ, ამიტომ დაგტოვეს მშობლებმა და ამიტომ არავის არ უყარხარ და სანამ არ გამოსწორდები, არავინ არ შეგიყვარებს. ანუ ამას იმდენად ხშირად უმეორებდნენ და საქციელებითაც იმდენად ხშირად იმეორებდნენ, ასე ვთქვა, საბოლოოდ დააჯერეს ბავშვს, რომ მართლა ბოროტება იყო. ეს იყო ჯუდის თინეიჯერების გამოსწორების, აღზრდის, ფიზიკურად და მენტალურად გატეხვის, ეშმაკის გამოდევნის, ავისულების გამოდევნის თერაპია. მოგეთ, როგორც პროფესიონალი გავიცანეთ, ახლა მოგვიანებით ცოტა როგორც პიროვნებას ისეც გავიცნობთ ისტორიის დანარჩენ ნაწილში. მოკლედ, რადგან ჯუდი და რუბი, ამათი სახელები ერითმება ერთმანეთს, ახლა დავფიქრდი.
რადგან რუბი იცნობდა ჯუდის და ჩადი ხო ძალიან პრობლემური ბავშვი იყო და ძალიან დიდი პრობლემა იყო ოჯახისთვის, გადაწყვიტეს რომ ჯუდისთან კურსები, თერაპიის კურსები უნდა დაეწყო. მაგრამ სამწუხაროდ ამ თერაპიის კურსებმა ისეთი შედეგი ვერ გამოიღეს, როგორცაც თვითონ ელოდებოდნენ. არ ვიცი რას ელოდებოდნენ ხა, ანუ ხო დაინახეთ ამისი თერაპია, რასაც წარმოადგენთ ხა. რა შედეგი უნდა მიიღოთ? აი არ ვიცი მიზანი რა იყო, მაგრამ ვერ მიიღეს ეს რასაც ელოდებოდნენ და გადაწყვიტეს რომ ჩედი უნდა გაეგზავნათ კემპში, ანუ ბანაკში. კი. იუტაში ყველაფრისთვის მოიძებნება ერთი ბანაკი, ისევე როგორც დაუმორჩილებელი ქმრებისთვის, ასევე დაუმორჩილებელი თინეიჯერებისთვის. მოკლედ, ეს ბანაკი იყო უდაბნოში, რა თქმა უნდა, ეს იყო ორთვიანი ბანაკი, ეს სპეციალურად დაწესებულება ორგანიზაცია, სოთაშორის ვიდეოებს ნახავთ დოკუმენტურში, რომ ამ ორგანიზაციის წევრები, საკუთრებით თითი ფიზიკურად ძლიერი ტიპები უვარდებიან ბავშვებს თინეიჯერებს საძინებლებში, ბორკილებს ადებენ შუაღამეზე და ძალით მიყავთ. ანუ წინასწარ რა თქმა უნდა მშობლის წერილობითი ნებართვა აქვთ ამაზე, მაგრამ ბავშვებს არ უნდათ ეხა ორთვე უდაბნოში ცხოვრება, ვის უნდა ხო? ძალით ფიზიკური ძალადობით ტენიან ბავშვებს მანქანაში და ასე მიყავთ ამ ორთვიან ბანაკში. ეს სხვადასხვა იუტაში არ არის, ანუ არიზონას საზღვრებთან არის, ანუ იუტას და არიზონას შტატების საზღვრებთან, არიზონას უდაბნოში არის ეს ბანაკი, სადაც ორი თვე უნდა იცხოვრონ, გვეძინა უდაბნოშიო, ძილეც კი თითქმის შეუძლებელი იყო ჩარიყვება, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა ველური ცხოველების ხმები გვესმოდა და სულ გვეგონა რომ რაღაცა თავს დაგვესხმებოდა. წყალი და საკვები გამოზოგილი და თუ რაღაცა დაკარგე და არ გეყო და ვინმე შეგდა ან რამემ შეგიჭამა, რა თქმა უნდა მშიერი რჩები, ფიზიკური დატვირთვა, სიცხეში კილომეტრობით მანძილს გავდიოდით ფეხით დღეების განმავლობაში. და მოკლედ ორი თვე იყო, ორი თვით გაუშვეს იქ ჩადი და საინტერესო რა არის იცით რომ შეხვედრა, ანუ ბოლო დღე ჩააკითხეს კევინმა და რუბიმ და ეს იყო რაღაცა საოცარი მონტაჟი და საოცარი გადადრონებით გადაიღეს, ანუ Netflix-ის დონის ამბავი იყო ამათი შეხვედრა ბოლო დღეს და ვიდეო რო აიტვირთა სოთაშორის იუზერებმა აღნიშნეს, კომენტარებში ბევრმა აღნიშნა, რანაირად შეიძლება რომ ჩადმა წონაში მოიმატაო? და კი შემდეგ როგორც აღმოჩნდა 3-4 კილო ქონდა მომატებული. ანუ ბავშვს სახლში მშობლებთან უფრო მძიმე პირობები ჰქონდა, ვიდრე ორი თვით უდაბნოში. ფიზიკურად საოცარი მძიმე პირობების დროს 3 კილო მოიმატა. ნუ ჩათთან რომ ეს ამბები ხდება ჩვენს თერაპევტ ჯუდისაც საკმაოდ რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში. ჯუდის აქვს ძალიან კარგი ძვირად ღირებული სოთაშორის $5 მილიონ შეფასებული სახლი უდაბნოსთან ახლოს. ეს სახლი საკმაოდ ცნობილი გახდა ამ ამბების შემდეგ, მარტივად იპოვით ფოტოსაც კი Google-ში. ეს არის ადგილი, სადაც სულ რამოდენიმე მოსახლე არის, ცენტრისგან და ქალაქისგან მოშორებული ადგილი, იმიტომ რომ აქ მიდიხარ საცხოვრებლად, როცა არ გინდა რომ ვინმეს თვალში მოხვდე და მოკლედ კერძო შენი პრივატ სივრცე რო გჭირდება, აი მაშინ რომ მიდიხარ ასეთ ადგილებში საცხოვრებლად, აი ასეთ ადგილზე ცხოვრობდა ჯუდი, ეს იყო მისი ახალი სახლი და ეს სახლი იყო რაღაცა ავისულებით შეპყრობილი, დაწყევლილი. მოკლედ ყოველ დღე პასტორი მოყავდა და ნაკურთხი წყლით დადიოდა ეს პასტორი ამ სახლში და სხვადასხვა კევინი ყვება ამ დოკუმენტური რო გითხარით ჰულუს და დოკუმენტურში ყვება რომ კედლებში ფეხის ხმები ისმოდა, სიარულის ხმები ისმოდა კედლებში. არც მან დიხა კომენტარს არ გააკეთებ, არ ვიცი რა გითხრათ, მაგრამ მოკლედ დაწყევლილი იყო ეს სახლიო. მე ვიტყოდი რომ უფრო კარმა, მაგრამ ოკეი, წყევლა იყოს. მოკლედ, პასტორმა აქ გაჩერება არ შეიძლება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ჯუდი მოკლედ და მოდი რუბისთან რო წახვიდე დასარჩენადო, სანამ აქ სიტუაცია გამოსწორდება. არ ვიცი ხა სიტუაცია როგორ უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ალბათ სანამ ავისულებს სახლს დატოვებენ და სანამ ახალ სახლს იპოვიანო, იქამდე რო წახვიდი აქედან და რუბი აქ არა ვარო რა პრობლემა არის. მოკლედ, ისედაც ძალიან იყო ჯუდი მისთვის ვარსკვლავი და მისავაძე ადამიანი და ნუ ეხლა მასთან სახლში როგორ მოსულიყო საცხოვრებოდ ხო? რას ამბობთ? კევინი სხვადასხვა ძალიან წინააღმდეგი იყო მამის რომ ვიღაცა ეს უცხო ქალი თერაპევტი თავისთან სახლში არ უნდოდა, მაგრამ უკვე მივხვდით მე მგონი ხო რომ ბოლოს სიტყვას რუბი ამბობს, ამიტომ რა თქმა უნდა გადმოვიდა ჯუდი მათთან საცხოვრებლად და ოთახი აღარ იყო ცარიელი და ეს ის პერიოდი იყო რომ უფროსი გოგო შერი 17 წლის იყო, სკოლას ამთავრებდა ზუსტად იმ წელს და ზაფხულში მიდიოდა უკვე კოლეჯში, ანუ ორ კვირაში უნდა წასულიყო კოლეჯში და რუბი გამოაგდო ოთახიდან, ორ დღეში მაინც კოლეჯში მიდიხარ და არაფერში აღარ გჭირდება ეს ოთახი და ჯუდი შეასახლეს მოკლედ შერის ოთახში. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჯუდის სახლი კი არ იყო შეპყრობილი. თვითონ ჯუდი იყო შეპყრობილი, იმიტომ რომ ეს ავისულები წამოყვა ამათთან სახლში. და რაღაცა კრუნჩხვებში ვარდებოდა და ბუდავდა და ჰალუცინაციები და რაღაცეები. ეწყებოდა რაღაცა საოცარი რაღაცეები და კევინი რაღაცა ეგზორციზმის ჩატარებას ცდილობდა. რაღაცა ისეთ კადრებს ნახავთ, რომ უყურებდა სერიოზულად? ანუ მოკლედ, თავიდან ძალიან იყვნენ ეს სამნი, რუბი, ჯუდი და კევინი. სოთაშორის კევინიც და რუბიც ძალიან ჩაერთვნენ ჯუდის ამ კონექშენი რო ქონდა კურსი, ამ ლაიფ კოუჩინგის ამბებში ძალიან ჩაერთვნენ, თავიდან ძალიან ეხმარებოდნენ. სოთაშორის ვიდეოს კადრები მაქვს ნანახი, სადღაც ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადღაც ალბათ სასტუმროში, დარბაზში, როცა ჯუდი დგას სცენაზე, რაღაცას მღერის, სიმღერით ყვება რაღაცას არ ვიცი რატო და კევინი უკან დგას და ცეკვით აფორმებს ამ სიმღერას.
უკეთ თავიდან ორივე ძალიან ჩართული იყო ამ ამბებში, მაგრამ შემდეგ ჯუდი და რუბი განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ისე განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ უკვე ჯუდისთან ოთახში რჩებოდა რუბი ღამღამობით. იმიტომ რომ ღამე ხო ავისულები განსაკუთრებულად აქტიურები ხდებიან და მეტი განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებოდა ჯუდის. არ ვიცი რაში გამოიხატებოდა ეს მხარდაჭერა, მაგრამ ერთად ეძინათ შერის მისი უფროსი ქალიშვილი საწოლში. შერი ყველა სხვათაშორის წიგნში რომ რამოდენიმეჯერო ღამითო გამეღვიძა რომ დავინახე ჩემ როგორი იპარებოდა ჩემი საძინებლიდან. და მე ეტყობა გადაწყვიტეს რომ ეს იქეთ-აქეთ სერუს აზრი აღარ ქონდა და დარჩა რობისთან დასაძინებლად საბოლოოდ და ჩვენი კევინი ნელ-ნელა ამოვარდა სასიყვარულო სამეულიდან. ანუ ჯერ ჩერი ამოვარდა ოჯახიდან ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არც ამ ბანაკმა არ უშველა, ჩერც არ ვიცი რა უნდა გაეკეთებინა ამის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერ იღებდნენ იმას, რასაც ელოდებოდნენ და ყოველ ჯერზე როცა ჩერი რაღაცა ცუც აკეთებდა, ჯუდის კრუნჩხვები ემართებოდა და შეტევები ემართებოდა და ავისწულები. ანუ ერთხელ ჩატს ოთახში აღმოუჩინეს პლეიბოის ჟურნალი და ჯუდის მაშინ შეტევებიდან. მაშინ ავისულები და რადგან ასე არისო 17 წლის ჩერის სახლიდან გააგდეს. ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე თვითონ მარტო უნდა ეცნო თავის თავს 17 წლის ასაკში სახლიდან გააგდეს. შერი უნივერსიტეტში კოლეჯში წავიდა, ჩვენი ძვირფასი კევინი იქამდე მიიყვანა ჯუდიმ საქმე, რომ დააჯერა კევინს, რომ თვითონ იყო ოჯახში პრობლემა, ქორწინება თუ უნდა გადაერჩინა, უნდა დაეტოვებინა თავისი ოჯახი. არ მგონია რომ ქმრების ბანაკში გაეშვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სახლიდან მოიშორეს და კევინი სხვათა შორის მე ვიყავი დამნაშავე, მე რო ხო ყვება რომ მე ვიყავი დამნაშავეო, ჩემ ბრალი იყო რომ ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდაო. გონია რომ მისი ბრალი იყო რომ მის ცოლს ვიღაცა სხვა ქალთან ერთად ეძინა გვერდით ოთახში, მაგრამ ოკეი, კევინს ჯერა რომ მისი ბრალი. შეიძლება იყო კიდეც, არ ვიცი. მოკლედ, კევინმა მივდივარო, ბავშვებზე პასუხისმგებლობა მთლიანად გადააბარა ჯუდის და რუბის. სიტყვიერი შეთანხმება გააკეთეს, არანაირი კავშირი არ ექნებოდა არც ბავშვებთან და არც რუბისთან. და წავიდა. ანუ შერი წავიდა, კევინი წავიდა, სახლში დარჩნენ ორი თინეიჯერი გოგონები 13-14 წლის დაახლოებით მაგ პერიოდში სადღაც მოვედით 2023 წელზე. ორი თინეიჯერი გოგოები და ორი პატარა ბავშვები, რომლებიც ამ დროს არიან 11 და 9 წლის. YouTube არხის იდეაც და მიმართულებაც ძალიან შეიცვალა. ისედაც გამომწერები მოაკლდათ ძალიან დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ უკვე აღარავის აღარ ჯეროდა მაგათი აღზრდის მეთოდების და მაგათი ვლოგებისთან ეხა ბავშვებიც რო წავიდნენ, კევინიც რო წავიდა, ეს ოჯახური ვლოგების ატვირთვა მაინდა-მაინც აღარ გამოდიოდა უკვე ასე ვთქვათ. ჯუდიმ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ არხის მიმართულება შეიცვალათ და სხვათა შორის რუბის მენეჯერი ამბობს შემდეგ ინტერვიუში, რომ იქამდეც კი იყო მისული საქმე, რომ რუბის უნდა რომ ჯუდიზე გადაეფორმებინა YouTube არხი, როგორც ბიზნესი. ანუ როცა ესე ჩამოსავალი იქ YouTube-ზე, როგორც ბიზნესი უნდა დარეგისტრირდეს და გადასახადებს ერთ მოკეთ. ჩვეულებრივ ბიზნესს წარმოგიდგენთ, იგივე თემა არის და ჯუდის უნდა რომ რუბის მასზე გადაეფორმებინა YouTube, მაგრამ ისეთი წინააღმდეგობა გაუწია მთელმა გუნდმა, რომ საბოლოოდ ვარი თქვა რუბი. მაგრამ YouTube-ს სახელი შეუცვალეს, არხს სახელი შეუცვალეს და დაარქვეს Moms of Truth. ანუ სიმართლის დედი ხო რაღაცა ესე იქნება ქართულად და უშვებდნენ 30 წუთიან პოდკასტებს, ვიდეო პოდკასტებს და საუბრობდნენ იმის შესახებ, ასწავლიდნენ მშობლებს, როგორ უნდა აღეზარდათ შვილები, როგორ უნდა აღეზარდათ ბავშვები და მთელი კურსები ჰქონდათ მოკლედ ამაზე. აი როგორ რაღაცებზე საუბრობდნენ ხა რამოდენიმე მაგალითს გეტყვით, რასაც მოისმენთ მაგათ პოდკასტებში. მაგალითად დეპრესია რო არ არსებობს, დეპრესია რო არჩევანია, ADHD რო არ არსებობს, ეს რო უბრალოდ манипуляციის საშუალება არის. რომ ბავშვები манипуляტორები არიან, რომ რეალურად მენტალური პრობლემები კი არ აქვს, რადგან ბავშვები ჯერ პატარები არიან იმისთვის, რომ როგორც პიროვნებები იყვნენ განვითარებული და ჩამოყალიბებული, შესაბამისად ვერც მენტალური პრობლემები ვერ ექნება და ეს უბრალოდ манипуляცია არის, რომ სასურველი რაღაცეები გამოგზავნონ და მიიღონ შენგან, მშობლისგან, ამიტომ არ უნდა დათმო და მაგრად უნდა დაუდგე და მოკლედ ძალიან საინტერესო მეთოდები. გახსოვთ, თავიდან ჩადი უფროსი ბიჭი იყო, ოჯახში პრობლემა. მაგრამ როცა ის წავიდა კიდე გააგდეს ორი პატარა ბავშვები 9 და 11 წლისები, რომლებიც იყვნენ, ისინი გახდნენ მერე პრობლემატურები. როგორც გითხარით, ამ ისტორიაში არაპრობლემატური ბავშვი არ არსებობს. ყველას რაღაცა პრობლემა აქვს. და ასე ვთქვათ, ეს პოდკასტები ამ ბავშვებზე ჰქონდათ დაწყობილი. მაგალითად მოყავდნენ, ხშირად საუბრობდნენ, ახსენებდნენ და ანუ ეს იყო ეს კონტენტის თემა გახდა ეს ორი ბავშვი, რომლებიც შეპრობილები იყვნენ, манипуляტორები იყვნენ და ეს ავისულები აიძულებდნენ ისეთ რაღაცების გაკეთებას, რასაც წესით არ უნდა აკეთებდნენ და ანუ მათი მისია და მიზანი იყო, რომ ეს ბავშვები, ანუ ამ ბავშვების სულები გადაერჩინათ. შემდეგ ბავშვებიც გაყვეს, ეს 4 ბავშვიც აღარ დატოვეს ერთად, როგორც გითხარით, ანუ ჯუდის ცალკე თავის სახლი ჰქონდა, ეს 5 მილიონიანი სახლი, სადღაც უდაბნოს პირას, როგორც ჩანს ალმასულებმა დატოვეს ეს სახლი, არ ვიცი, მოკლედ ორი ეს პატარა ბავშვი, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდებოდა გამოსწორება და ეს გამოსწორების
პროცესი უხმაურო არ იქნებოდა სავარაუდოდ, წაიყვანეს უდაბნოს პირას ესეთ გარიყულ ადგილას და შუათანა გოგოები ორი ისინი დატოვეს ამ სახლში, ამ ძირითად სახლში, სადაც მთელი ოჯახი ცხოვრობდა თავიდან და ვლოგებს წერდნენ, იქ დატოვეს ეს ორი გოგონა. განსაკუთრებულ დეტალებს ანუ ძალიან დეტალურად აღწერილს ყველაფერს, როგორც ცდილობდნენ, როგორ თერაპიით ცდილობდნენ ამ ბავშვების სულების გადარჩენას, იპოვით რუბის ჩანაწერებში, ანუ ხელნაწერი ღიურები ქონდა, ჩანაწერები ქონდა, რომლებიც დოკუმენტურშიც არის ნაჩვენები და სასამართლო საქმეშიც დევს როგორც მტკიცებულება დანაშაულის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი არის ბოლო წლის, ანუ 2023 წლის ჩანაწერები. ეხლა რამოდენიმე მძიმე მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, ბავშვებს აშიმშილებდნენ, დღეების განმავლობაში წყლის და ალევის უფლებასაც კი არ აძლევდნენ. ბავშვებს იმდენად აიძულებდნენ ფიზიკურად მუშაობას და იმდენად ყავდათ ფიზიკური ზეწოლის და ძალადობის ქვეშ, რომ ჭრილობები ქონდათ ბავშვებს მთელ სხეულზე, განსაკუთრებით წვივებზე, მაჯებზე და ქვემოთ წვივებზე და ეს ჭრილობები საქმის ფოტომასალებში სხვათა შორის ჩანს, რომ ჯერ ცელოფნის პარკით იყო გადახვეული და შემდეგ სკოჩით. ასე მკურნალობდნენ ბავშვების ჭრილობას. ნუ ხა ექიმი და რაღაც გამორიცხული, ანუ მათი წამალი იყო, სხვათა შორის ამ ფოტოებში ჩანს, რომ იპოვეს მერე სახლის ჭრეკის დროს რაღაცა წითელი მასა და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო თაფლში არეული კარიანფეფა, ანუ ციცაკის ერთ-ერთი სახეობა, წითელი ციცაკის ერთ-ერთი სახეობა, თაფლში არეული, ამას უსმევდნენ ბავშვებს ჭრილობებზე და მერე ცელოფნით და სკოჩით უკრავდნენ. ანუ თაფლი მესმის, თაფლი კარგი ანტიბაქტერიული ინგრედიენტია და ბუნებრივი, ნატურალური და არ ფუჭდება ხო ბუნებრივ პირობებში და შემიძლია წარმოვიდგინოთ, მაგრამ აი ციცაკის ჩამატება. არ მგონია რომ ციცაკის ჭრილობაზე რაიმე დანიშნულება ქონდეს. ეს იყო 100%-ით წამების ნაწილი, რომ ანუ ამ ჭრილობიდან დემონები უნდა გამოსულიყვნენ. წყალით შეზღუდული რაოდენობით ქონდათ, არა მხოლოდ საკვები და ბავშვები იპარავდნენ როგორც ჩანს წყალს და შემდეგ ეს ქურდობა, წყლის ქურდობა სასჯელის მიზეზი ხდებოდა, რა თქმა უნდა და სასჯელებისთვის ბევრი სხვადასხვა რაღაცები ქონდათ გამოგონებული და მოფიქრებული. მაგალითად, უდაბნოში კაქტუსებში ფეხში შველა სირბილს აიძულებდნენ ბავშვებს. კაქტუსით ცემა ძალიან ხშირად ხდებოდა. როგორც ჩანს, ანუ იდეა იყო ის, რომ ეს კაქტუსი კვალს არ ტოვებდა სხეულზე. ანუ ისე რომ ეცემათ ბავშვები, ანუ ეს ჩალურჯებები დარჩებოდა, როგორც ხვდებით, ანუ კაქტუსით ცემა თან ძალიან მტკივნეულია, ეს მილიონობით წვრილი ნემსი, მაგრამ ისეთ კვალს არ ტოვებს, თქვათ როგორც ჩალურჯებებია. ანუ ესეთ რაღაცებზეც რომ ნაფიქრი ქონდათ წინასწარ. მზეზე დგომას აიძულებდნენ უდაბნოში. ფეხში შველს შეგიძლიათ უდაბნოს მზეიუტაში წარმოიდგინოთ არის UV ინდექსი რა იქნებოდა ალბათ ვერც ანუ ამ ბავშვების კანი და სხეული იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ფიზიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს ანუ როცა წვივებზე ჭრილობები ქონდათ იმიტომ რომ აბავდნენ ბაწრით და თოკით და ორკილებით აბავდნენ ბავშვებს რომ არ გაქცეული იყვნენ და ხო ჭრილობები ქონდათ როგორც გითხარით ეს სკოჩით გადახვეული ჭრილობები და სასჯელის ერთ-ერთი საშუალება იყო რომ ამ ჭრილობებით ტრამპოლინზე ხტუნვას აიძულებდნენ ბავშვებს. რუბი წერს თავის ღიურში, რომ დღეს აი უფროს ბიჭზე მათ სახელებს ხოთა შორის სპეციალურად არ ვამბობ. მარტივად შეგიძლიათ ინტერნეტში იპოვოთ მათ სახელებს, მაგრამ არასრულწლოვანი ბავშვების შესახებ საუბრობთ და ისედაც საკმარისი გადაიტანეს ამ ბავშვებმა და არ ვგრძნობ თავს კომფორტულად, რომ მათი სახელები ვახსენო ვიდეოში. მე ვფიქრობ, რომ არც არის საჭირო. რუბი წერს, რომ ეს ბიჭზე ამბობს, რომ 12 წლის გახდაო და ამ დროს თვითონ არც კი იცის რომელი თვე გვაქვს. ერთ-ერთ მომენტში ეს ბიჭი ეუბნება, ესე როგორ გაუტეხილი სულის ბავშვები არიან. და ეს ბიჭი განსაკუთრებით გამოჩნდება მაინც დედამისი ეუბნება რომ არჩევანის საშუალება რომ მქონდეს მირჩევნია ერთი ჭიქა წყალი ავირჩიო ვიდრე შენი იყო დედაჩემიო ანუ შენს თავს ერთი ჭიქა წყალი მირჩევნიო დედამისი ეუბნება გოგონაზე წერს რომ სულ წუწუნებს რომ ფიზიკურად აღარ შემიძლია გეგონება 90 წლის მოხუცი იყოს ანუ ფეხზე დგომა აღარ შემიძლია კედელზე ზურგით მიყუდება და მუხლებზე 90 გრადუსით ამ 90 გრადუსით ჯდომა თუ დგომა ასევე სასჯელი იყო ერთ-ერთი დასჯის ერთ-ერთი მეთოდი და წონასწორობას რო კარგავდნენ უკვე და აღარ შეეძლო დაეცაო და ცხვირი გაიტეხაო სისხლი წასკდა ცხვირიდან და მე წინადადება გრძელდება და აი სისხლით მოთხოვარა მთელი ოთახი ნაგავს საყრელზე დაყავდათ და შუშას და ესეთ რაღაცებს აგროვებინებდნენ ფეხში შველს ნაგავს საყრელებზე. ცოტა ჯორის ვიდეო კადრებიც არსებობს ამის, რომ იქ მოსახლეობამ დაინახა რა ხდებოდა და სასწრაფოდ ჩაყარეს ბავშვები მანქანაში და წაიყვანეს. რაღაც მომენტში ბავშვებს დააჯერეს, რომ მართლა დემონები იყვნენ, რომ მართლა ბოროტის სულები იყვნენ.
და მართლა მათ სასიკეთოდ აკეთებდნენ ამ ყველაფერს რუბი და ჯუდი. და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს პოდკასტების ჩაწერას აგრძელებენ. და ამ პოდკასტებში საუბრობენ, როგორ უნდა აღზარდოთ თინეიჯერი ბავშვები, როგორ უნდა შეუქმნათ უსაფრთხო გარემო და ასეთი თემები. 12 წლის ბიჭი გარბის სახლიდან პოლიციის განყოფილებაში გარბის წერილს უტოვებს დედამს. აივანზე ეძინათ სახლში ძილის უფლებას ხო არ აძლევდა და აივანიდან გაიპარა წერილი დაუტოვა დედამს, რომ ბავშვს იმდენად ეგონა 12 წლის ბიჭს, რომ ბოროტება იყო და ცუდი იყო, რომ გადაწყვიტა, რომ თვითონ თავისი ფეხით წასულიყო და პოლიციაში ჩაბარებოდა. და წერილი დაუტოვა დედამს. რუბი პოულობს ამ წერილს და მაშინვე იწყებენ ამ ბიჭის ძებნას და სადღაც აი ეს უდაბნოში შუა ტრასაზე პოულობენ. მოყავს სახლში და დღიურში წერს, რომ ასა თოკით ფეხები გადაუბა და მე თვითონ წელზე მოიბა ბავშვი, რომ არ გაქცეულიყო და თავისთან საწოლში დაიწვინა ესე და დღიურში წერს, რომ ამაღამ ეშმაკი რბილ საწოლზე დაიძინებს. იცით რა არის საინტერესო? ანუ მესმის რომ ის გჯერა რომ ეს ეშმაკით არის შეპყრობილი და ავისული და ბოროტია და გინდა რომ გამოდევნო ეს რაღაცა ბოროტება ამ ადამიანისგან, მაგრამ გახსოვთ ჯუდი რო იყო შეპყრობილი, რო გადმოვიდა სახლში და ეს ავისულები რო გადმოყვნენ. ჯუდის არავინ არ აწამებდა. ჯუდის კაქტუსით არავინ არ ცემ. პირიქით ოთახი დაუთმეს და რუბი ღამეებს მასთან ათევდა და მთელი ამბები. ანუ აქ რადგან ფიზიკურად ვერ ევით ამ ბავშვებს, ამიტომ ვცემთ კაქტუსით. და არა იმიტომ რომ ეს ზოგადი წესია. დემონების გამოდევნის. ამ დროს ეს ორი თინეიჯერი გოგო დღეების და კვირეების განმავლობაში აქეთ მეორე სახლში ყავთ მარტო ჩაკეტილი. სახლიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ. ერთი ძაღლი ყავდათ, რომელიც უნდა გაესეირნებინათ და ეს ძაღლის გაუყიდა, რომ სახლიდან გასვლის მიზეზი არ ქონოდათ. კარის გაღების უფლება არ ქონდათ. მეზობლები ხედავდნენ, რომ ბავშვები სახლში არიან და აკაკუნებდნენ და კარს არავინ აღებდა. CPS ურეკავდნენ. CPS-ი არის ამერიკული ბავშვთა დაცვის ორგანო. ურეკავდნენ, მოდიოდნენ ესენი, მაგრამ კარს არავინ არ აღებდა და ეხლა როცა 13 და 14 წლის ბავშვებზე ვსაუბრობთ, უკვე იმას აკეთითვლება, რომ მარტო სახლში დარჩენის უფლება აქვთ. შესაბამისად, მოსამართლის ნებართვის გარეშე სახლში ვერ შედიოდნენ. და ნუ მეტი არც არაფერი იყო ახლა ესეთი რისი გაკეთებაც შეეძლოთ მეზობლებს და ერთ-ერთი ამბობს, რომ სახლის წინ კარებთან საჭმელს უტოვებდნენ ბავშვებს ყოველი შემთხვევისთვის. ასე მოვედით 2023 წლის აგვისტომდე. 30 აგვისტოს ზაფხულის ბოლოს 12 წლის ბიჭი კიდევ ერთხელ გარბის სახლიდან. ოღონდ ამჯერად პოლიციის განყოფილებაში არ მიდის, ჯერ ერთ მეზობელთან მიდის, ზარს რეკავს, სამწუხაროდ სახლში არავინ არ არის. მერე მეორე კართან მიდის, მეორე მეზობელთან, ანუ შემდეგ სახლთან. და რეალურად ეს არის მის გარშემო მეტი არც არაფერი არ არის, იქაც თუ არავინ არ გაუღო კარი. ეგ არის. ასე ვთქვათ, ბოლო მცდელობა, რომ დახმარება ითხოვს. რეკავს ზარს, არავინ არ აღებს კარს, ცოტა ხანი იცდის. ეს ჩანს ვიდეო კამერის, ანუ თვალიდან, უსაფრთხოების კამერით არის ჩაწერილი. ბრუნდება და მიდის. თითქმის გასულია ეზოდან, რომ უცებ კარის ხმა ის ძალიან მძიმედ იღება დიდი კარი. და მოხუცი ბაბუ გამოდის, უბრალოდ თავს გამოყოფს და yes გისმენთ ეუბნება. ეს ბიჭი ბრუნდება, დისტანციაზე რჩება, ახლოს არ მიდის და ეუბნება. შეიძლება რაღაც გთხოვოთ, ძალიან თავაზიანად. გისმენთ ეუბნება. შეგიძლიათ პოლიციის განყოფილებაში წამიყვანოთ. ამ დროს უკვე მოხუცი ინტერესდება, გამოდის კარიდან. მოდი, შვილო დაჯექი, ეუბნება და სკამები დგას იქვე აივანზე და ეს ჩდება და შენი სახელი მითხარი და ნუ ეს ეუბნება ვინც არის და რომ რუბი შვილია, მოხუცი უკვე ხვდება რაშიც არის საქმე. ამ დროს უკვე მისი მეუღლე ცოლიც გამოდის სახლიდან და მოხუცი რეკავს ხელხას. ეს ამ მოხუცის დიალოგი ცხელი ხაზის ოპერატორთან იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ საყურებელი მომენტი. ანუ ეხლა ვფიქრებთ, რომ ისეთ რაღაცები გვითხარი და მაგრამ აი როცა ვიდეოთი უსმენ ამ მოხუცის ხმას, ანუ თავიდან კარს რო აღებს, რაღაცა ესეთი ცოტა ბრაზიანი მოხუცის ხმით გამოდის და მე რო რეკავს მას ეუბნება, რომ ეს ბიჭი არის ჩვენთან, მშიერი, მწყურვალი, ძვლები ჩანს, ესეთი გამხდარია. ვიცით ვისი შვილიც არის, ჩვენი მეზობლები არიან და ადრე პრობლემები იყო ამ ოჯახთან დაკავშირებით. ეხლა ჩვენთან არის და უცებ უვარდება ტირილი. და ბრუნდება ეს ბავშვმა რო არ დაინახოს და ცოლი ამ დროს ამ ბავშვს საჭმელს აწვის, წყალს აწვის, ძალიან ყოჩაღი ხარ, ძალიან სწორად მოიქეცი. როცა ეს მოხუცი აგრძელებს, რომ ტირილით ცვლის უყრის სიტყვებს თავს, რომ ალბათ უკვე ეძებენ. ჯუდის ამბობს, ალბათ უკვე ეძებენ და რა თქმა უნდა ვერ წაიყვანენ, მაგრამ სასწრაფოდ გვჭირდება პოლიცია. და შემდეგი კადრი არის, რომ პოლიცია მოდის და მე უკვე პოლიციელების აი ბოდი კამერა რო აქვთ, კამერა რაც აქვს ხელზე, რაც იწერს, იმაზე გადადის კადრი, სასწრაფო დახმარება მოდის. და საკმაოდ მძიმე მომენტია, რომ ხედა რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომელი მოდის ბიჭისგან ამ პოლიციელისკენ და ცხვირზე იფარებს ხელს. ანუ ჭრილობები ისეთ დღეში იყო, რომ ხორცს ხელზე ესეთი სუნი ასდიოდა, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომელი ეუბნება პოლიციას, რომ ასეთი არაფერი მინახავს. გადაყავთ სასწრაფო დახმარების მანქანაში და ბიჭი ეუბნება, რომ იმ სახლში ჩემი და არისო. ეს ეკითხება ეს სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, როდის ნახე ბოლოს შენი და ალბათ ერთი თვის წინ. და შემდეგი კადრი არის ისევ ამ ბოდი კამერებით გადაღებული, რომ პოლიცია სპეციალური დანიშნულების რაზმი კარზე აბრახუნებს ჯუდისთან და ჯუდიმ უკვე იცის რაც ხდება.
ტელეფონზე არის უკვე თავის ადვოკატს ელაპარაკება და ის იაღებს კარს. არც ეკითხებინ ამას ხელი მოკიდეს, მაგრამ გამოიყვანეს, რომ უნდა გავჩხიგოთ, სახლში უნდა შემოვიდეთ და ჩვენი კივის და წესა თქვენ გაქვთ უფლება, რომ ჩემთან სახლში შემოვიდეს და ორდერი გაქვთ და ეს პოლიციელი აჩერებს, რომ არ გჭირდება ორდერი, რადგან ეჭვი გვაქვს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი არის ძალდატანებით სახლში. ამიტომ არ გჭირდება ორდერი, ყველაფერს აგიხსნით შემდეგ პოლიციის განყოფილებაში. შედიან სახლის გაჩხეკვას იწყებენ, სარდაფში პოულობენ უზარმაზარ სეიფს, აი ადამიანები, რამოდენიმე ადამიანი რო დაეტევა შენით ის მხელა სეიფს, ამ სეიფის გახსნა ცალკე ისტორია არის, იმიტომ რომ გონიათ რომ პატარა შიგნით არის და რო ხსნიან ამ სეიფს არ არის შიგნით და მე ეს სახლის შეხების დროს ერთ-ერთი საძინებლის კარადაში, ეხლა დიდი კარადები რო არის, კარადის კარს რო აღებენ, იატაკზე ფეხებ მოკეცილი ზის პატარა. ძვლები, აი ბავშვი ლამის გამჭვირვალეა ვიდეოში, რო ხედავ ამ ბავშვებს, ბავშვს რეაქცია არ აქვს, ხმას არ იღებს, კონტაქტი არ გამოდის. მე სერჟანტი თობლერი ვარ, ერთ-ერთი ეუბნება. დამელაპარაკები, ახლოს არ მიდიან, იმიტომ რომ ბავშვს აშკარად ეტყობა, რომ ძალიან შეშინებული. ხმა არა, კონტაქტი არ გამოდის. ოკეი, თუ არ გინდა რომ დამელაპარაკო, არა უშავს, მოდი მეც შენთან ერთად დავჯდები. და ხედავენ, რომ ბავშვი არის მშიერი. პიცას და პეპს უკეთავენ. და უდებენ წინ, რეაქცია არ აქვს, არ ეკარება. მთელი 40 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ პიცის ბოქსი გახსნას. და მე იწყებს ნამდვილად ჭამას. ისე შეა მეორე პიცას უკეთ. ანუ სადღაც 3 საათის და 40 წუთის შემდეგ, როგორც იქნა ბავშვი ხმას იღებს, ფეხზე წამოდგება და გამოდის ამათთან ერთად კარადიდან. ცოტა დიდი პაუზა გამომივიდა, მაგრამ მჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩემი ხმა სამწუხაროდ ნელ-ნელა იკარგება, მაგრამ ბევრი არ დაგვრჩა, იმედი მაქვს რომ მივიყვან ვიდეოს ბოლომდე. მოკლედ, ამ დროს ჯერ კიდევ არ იციან, სად არიან ეს ორი თინეიჯერი გოგონები, რომლებიც მეორე სახლში იყვნენ მარტო დატოვებულები, ხო? აქ უნდა ვახსენო მესამე ქალი, პემი, რომელიც ეს Connection მათი ორგანიზაციის CEO იყო, ანუ აღმასრულებელი დირექტორი იყო და სამ მუშკეტერს ეძახდნენ საკუთარ თავს, ანუ შეგიძლიათ წარმოედგინოთ ეს პემიც დაახლოებით როგორი ქალია. კარგად გრძნობენ თავს ერთმანეთის კამპანიაში, მოკლედ. და პემიც მრავალშვილიანი დედა არის. და საბოლოოდ ამ ბავშვებს პოულობენ, ამოაჩენენ, რომ არიან პემთან სახლში, პოლიცია აკითხავთ და კარს აღებენ, ესენი ცოლ-ქმარი კართან დგას, პოლიცია სახლში არ უშვებენ, მაგრამ პოლიციელები ხედავენ, რომ ბავშვები სახლში არიან და ცდილობენ ახლა ბავშვები არ შეაშინონ და თქონდა, რომ ნელა მოხდეს ეს პროცესი ყველაფერი, რომ ბავშვები წაიყვანონ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დედაც არ არის იქ, მამაც არ არის იქ და არასრულწლოვანი ბავშვების შესახებ საუბრობთ, ხო? ანუ რას აკეთებენ ბავშვები აქ, ეკითხებიან და სტუმრები მყავსო, მალეო ეს ქალი ეუბნება და სახლის დასალაგებლად გამომიგზავნა რუბი ბავშვებიო. და ამ დროს უკან ჩანს, რომ ბავშვები იატაკს ხეხავენ. მოკლედ, ცოლი გამოყავთ პოლიციის მანქანაში, სვავენ, რომ მას ცალკე დაელაპარაკონ, ქმარს ცალკე ესაუბრებიან და ქმრის ერთადერთი რეაქცია არის, რომ ერთ-ერთი ხარაზეც ვღელავ, არის ის, რომ ჩემი ცოლი პოლიციის მანქანაში ზის და ჩემი სახლის შემოსასვლელთან პოლიციის მანქანა დგას. ანუ უყვებიან, რომ ბავშვები ესეთ მდგომარეობაში იპოვეს და ეს ისტორია და ერთ-ერთი რეაქცია ანუ ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის, სრულწლოვანი ადამიანის, მშობლის, თვითონაც მრავალშვილიანი მშობლები არიან. რეაქცია ამ ბავშვების ისტორიაზე, ამ ბავშვების ამბავს არავინ არ კითხულობს. მთელი ისტორიის განმავლობაში ბავშვების ამბავს არავინ არ კითხულობს. აქეთ ცოლს ესაუბრება მეორე პოლიციელი და ამ დიალოგის დროს უცებ ეს ქალი თავს წევს უკან მანქანის სავარძელზე და რა ხდება ეს პოლიციელი ეკითხება. ჩემი მეზობელი დავინახე და ნეტა ხო არ დაინახა, რომ პოლიციის მანქანაში ვზივარო. ახლა სიტუაცია რომ წარმოვიდგინოთ, ამ დღეს იგივე დღეს ხდება ეს ყველაფერი, როცა ეს პატარა ბიჭი იპოვეს. ამ დროს რუბი მანქანით ეძებს, ანუ ერთხელ ხო გაიპარა და პოლიციის განყოფილებაში ხო მიდიოდა და ეხლა ჩათვალა, რომ ისე პოლიციის განყოფილებაში მიდიოდა სავარაუდოდ და მანქანით ეძებს, მაშინ როცა ჯუდი იქვე სამეზობლოში ეძებს და ჯუდიმ რო დაინახა ეს პოლიციის მანქანა, სასწრაფო დახმარების მანქანა, რა თქმა უნდა მიხვდა. ისე რაც ტელეფონით დახვდა პოლიციას სახლში და დაურეკა რუბის როგორც ჩანს და უთხრა, რომ ესე და ესე არის, რომ ბიჭი იპოვეს და დამთავრდა ყველაფერი. რუბი ბრუნდება უკან სახლისკენ მიდის, თავისი სახლისკენ მიდის და გზაში ურეკავს კევინს. და ეუბნება, ბავშვები არიან პოლიციის განყოფილებაში, წადი და წამოიყვანე. დანარჩენს მე აგიხსნი. სავარაუდოდ ნებისმიერ ნორმალური მამის მშობლის რეაქცია იქნებოდა, რომ რას ქვია ბავშვი პოლიციაში არიან რა. კევინმა გადაწყვიტა, რომ ეს ჩემი შანსი არისო, რომ ცოლი დავიბრუნო ოჯახში დავბრუნდი, ამდენად კარგი მამა ვარ, არც ეკითხება არაფერს. მიდის პოლიციის განყოფილებაში. ასე მოხდა იმ დღეს. კევინ პოლიციის განყოფილებაში. ანუ იმ იდეით მივიდა, რომ ბავშვები უნდა წამოეყვანა და პოლიციის ოფიცერი ეკითხება, რომ თქვენ იცითო, თქვენი შვილები რა ფიზიკურ მდგომარეობაში არიან და არა, მე ჩემს ცოლს 100%-ით ვენდობიო. მე გადაყავთ დაკითხვის ოთახში და მე ეს ბოდი კამერებით დაკითხვის ვიდეო ჩანაწერებიდან არის, რომ როგორ უხსნიან სიტუაციას და რაც მომენტში ოფიცერი ეკითხება, რომ რაიმე საბუთი აქვს თქვენს, ანუ რაღაცა აკრძალვა, რომ თქვა ბავშვებთან მიახლოების უფლება არ აქვს, ან რაღაცა თქვა, რომ ბავშვებს არ ნახულობს და არ იცით თქვენი შვილები რა მდგომარეობაში არიან. რაიმე ესეთი საბუთი აქვს რუბის თქვენს წინააღმდეგ? არა.
უბრალოდ სიტყვიერი შეთანხმება, ესე გადავწყვიტეთ. პოლიციელებს გაკვირვებული სახეები უნდა ნახოთ. უხსნიან სიტუაციას, კითხვებს უსვავენ და ცდილობენ რომ გაარკვიონ თვითონ კევინმა რამდენი იცის. კევინი რუბიზე რა თქმა უნდა არაფერს უც არ ამბობს, ხო უყვებიან ამ ყველაფერს ახლა. და პირველი კითხვა. ჩემს ცოლს რა ემუქრება? ან ეს კი რა ბავშვები და სად არიან და მაჩვინეთ და რაღაცა და ჩემს ცოლს რა ემუქრება ახლა. დაპატიმრების პროცესში რუბი ხმას არიღებს. მე თავისი სახლიდან მიყავთ რუბი, ხმას არიღებს. ერთადერთი რასაც ამბობს არის ის, რომ ადვოკატი უნდა და მორჩა. არავისთან კონტაქტში არ შედის, გაყინული სახით. არაფერზე რეაქცია არ აქვს. ჯუდი პირიქით. ჯუდი უფრო ეს არის, აი, თერაპევტის მოდუსში გადაერთო და მაქსიმალურად ცდილობს, რომ რაღაცა კარგი ურთიერთობა დაამყაროს, პოლიციელებთან კონტაქტში შევიდეს, მუდმივად ესაუბრება, იქეთ კითხვებს უსმევს და თან მე ვიცი, რომ თქვენ საქმეს აკეთებთ და მე ვიცი და მჯერა, რომ თქვენ კარგი პოლიციელები ხართ. ანუ რაღაცა თითქოს იმათი სიმპათიის დამსახურებას ცდილობს. ბავშვები გადაიყვანეს სპეციალურად ცალკე, სხვებთან კონტაქტის უფლება არ ჰქონდათ, სანამ სასამართლო პროცესის ამბები არ გაირკვეოდა, რომ ბავშვების ჩვენებაზე ვინმე ზეგავლენა არ მოეხდინა და ერთ-ერთი კომენტარი დამამახსოვრდა, რომ რუბი ციხიდანაც კი აწვალებს ამ ბავშვებს, იმიტომ რომ სხვებთან კონტაქტის უფლება არ ჰქონდათ. საინტერესო არის ის ვიდეოები და ეს მომენტი, როგორ იცვლება რუბი სასამართლო დარბაზში მოსამართლეს წინ. როგორ 100% იცვლება. წარმოიდგინეთ, აბა ეხლა რა განცხადებას გააკეთებდა მოსამართლის წინ. რა თქმა უნდა, ჯუდის დააბრალა ყველაფერი. ჯუდიო ჩემი თერაპევტი იყო, ჩვენი ოჯახის თერაპევტი იყო, ჩვენ ფულს ვიხდიდით მის მომსახურებაში და რასაც გვირჩევდა და რასაც გვეუბნებოდა, ყველაფერს ვიჯერებდით და მივყვებოდით და ვაკეთებდით. ჯუდი რომ არა, მე არასდროს არ გავაკეთებდი რაღაცა ასე. მე ვგიჟდები და მიყვარს ჩემი შვილები და მხოლოდ საუკეთესო მინდა მათთვის. და ამ დროს, ანუ წინასწარ-პატიმრობაში ხო იყო დარეკვის უფლება ხო აქვს და ის დაურეკავდა, მეტი არავინ აღარ ყავდა კევინის გარდა, რა თქმა უნდა, სხვავენ მოусმენდა და კევინს урეკავს და ხო იწერება ეს საუბარი და დოკუმენტურში არის ეს ხმის ჩანაწერები, აუდიო ჩანაწერები და კევინი ეუბნება, რომ ბავშვები 3 დღით საავადმყოფოში დატოვესო. ეთვალყურეობის ქვეშ და რუბის რეაქცია. როგორ აზვიადებენ ყველაფერს? და კევინს უყვება, იხსენებს აი იმ დღეს ბავშვი რო იპოვეს დაპატიმრების დღეს იხსენებს, რომ მანქანა სახში ბრუნდებოდა და რაღაცა მომენტში ღმერთი და მე კონტაქტავდა ვიგრძენიო ღმერთმა მანიშნაო, რომ შვილებს დაკარგავო. და ტირილი ამიტყდაო, არა ღმერთო, ოღონდ ეგ არაო, ჯერ არ დამიმთავრებია ჩემი საქმე, ჯერ ჩემი საქმე ბოლომდე არ მიმიყვანია, ჯერ არ წაიყვანო ჩემი შვილები. არ ვიცი კიდე რა ქონდათ და ანუ საქმის ბოლომდე მიყვანა რას ნიშნავს, მაგრამ მე როგორც გაიგვა, თურმე ახალ სახლს ეძებდნენ, საერთო სახლს, ოღონდ ფერმას კიდე სადღაც მიყრუებულ ადგილზე, კიდე უფრო მიყრუებულ ადგილზე, ვიდრე ჯუდის სახლი იყო უდაბნოსთან, ჰექტორობით მიწით სახლის გარშემო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მაგ ადგილზე, რომ ამ ბავშვების გადაყვანა მოესწროთ და ეს ბიჭი არ გაქცეულიყო დროზე და თავისთვის და თავისი დებისთვის არ ეშველა. ალბათ ვეღარც იპოვიდნენ ამ ბავშვებს ცოცხლებს. ხო არ ფიქრობთ, რომ ციხეში გრძნობს თავს სუდად? ერთადერთი რაც ადარდებს არის რომ ჯუდის დააშორეს. ნუ რა თქმა უნდა ერთგან ყოფილებაში არ ყავთ. ცალ-ცალკე ყავთ, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდეთ და ერთადერთი იმაზე დარდობს რომ ჯუდის დააშორეს. ისე რაღაცა იოგას კურსი შექმნა და არსა ციხეში 40 ქალი არის გაერთიანებული ამ იოგას კურსში. ასე ბიბლიით დადის და მოძღვრავს. იქ წარმოიდგინეთ რამდენი გზას აცდენილი სული იპოვა ახლა იქ ციხეში, რომელიც უნდა გადაარჩინოს. მოკლედ იოგას ახალი კულტის სული მცემს. 4-დან 30 წლამდე აქვთ მისჯილი ორივეს. ანუ ცოტა ის მოგეჩვენებათ ახლა სად 4 და სად 30, მაგრამ ანუ იდეა არის რომ მინიმუმ 4, მაქსიმუმ 30. ანუ 4 წლის შემდეგ ამინისტიაზე შეუძლიათ რომ განაცხადი შეიტანო და უფრო ადრე დატოვონ ციხე. 4 წლამდე მაგის უფლება არ აქვს, მაგრამ ანუ 30 წელია მაქსიმუმ 30 წელით მოიხარდეს, მე ავტომატურად თავისუფლები არიან. ანუ არ მგონია რომ თლად 4 წელიწადში, მაგრამ არც ის მგონია რომ 30 წელი გაატარონ ციხეში. მეეჭვება ეგ ამავდროულად მას მგონია რომ 7-8 წელი მაქსიმუმ. კარგი ყოფაქციების და კარგი მოქცევის გამო სავარაუდოდ შეეხებათ ამნისტია, მაგრამ შედმა თქვა სხვათა შორის დოკუმენტურში ერთადერთი იმას ვისურვებდიო, რომ სანამ ჩემი დაძმები, ყველაზე პატარაც კი 18 წელს არ შეასრულებს და სრულწლოვანები არ იქნებიან, ყველანი იქამდე მაინც არ გამოვიდეს ციხიდან, რომ ეს ბავშვები ანუ არასრულწლოვნები არ იყვნენ და რუბიზე არ იყვნენ დამოკიდებული. კითხვა, რომელიც ინტერნეტში ტრიალებს და დიდი კამათი არის სხვათა შორის ამ კითხვაზე ატეხილი და თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან კომენტარებში, არის კევინიც მამაც უნდა დაეჭირათ თუ არა. ისიც დამნაშავე იყო თუ არა. ანუ ბავშვები კევინთან არიან. მეურვეობა მამას აქვს. ანუ რაღაც მომენტში ის მახარებს, რომ ორი მშობლიდან ერთი მაინც დარჩა ბავშვებს. ოღონდ ამ სიტუაციაში ეგეც ცოტა კითხვის ნიშნის, ცოტა კი არა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ეს ამბავი და ეს თემა იმდენად გადაღეჭილია უკვე, რომ რაღაცა კევინის საწინააღმდეგოდ რო იყოს, სასამართლოში მტკიცებულებად გამოდგეს, აუცილებლად გამოჩნდებოდა და ასე იოდ ვერ გავიდოდა ამ ამბიდან.
მაგრამ ანუ იმის გამო რომ წავიდა და დატოვა ბავშვები და ფიზიკურად არ უძალადია, ანუ დამნაშავე არ არის? ანუ ძალიან ისეთი თემა არის. თან ამ ამბების შემდეგ, რაც დაეხმარა, ასე ვთქვათ, კარგი პიარი, რითიც გაიკეთა, ანუ არც გულით გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რომ ნეგატიურად არ შეეხედათ მისთვის, კევინისთვის იყო ის, რომ შერიმაც, ანუ უფროსი გოგოც და კევინიც ორივემ ძალიან დიდი როლი ითამაშეს იუტაში კანონმდებლობაში ცვლილების შეტანაში. ანუ კანონმდებლობა შეიცვალა ამ ხრივ, როცა არასრულწლოვნებს ეხება საქმე იუტაში. ნუ ცალ-ცალკე შერის არც მამამისთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, არაფერი საერთო არ უნდა რომ მასთან კონდეს, მაგრამ ცალ-ცალკე სხვათა შორის სიტყვითაც გამოვიდნენ ორივე მოსამართლეს წინაშე და ანუ თემა იყო ის, რომ როცა ესე ვიდეო მასალები და ფოტო მასალები არსებობს ბავშვებზე, არასრულწლოვან ბავშვებზე ინტერნეტში და ამუშავებენ ამ ბავშვებს რეალურად და ეს მათი შრომაა და ამით შემოსავალი შემოსდის ოჯახს, ამ შემოსავლის 50% უნდა გადავიდეს ბავშვების სახელზე ანაბარზე, ბავშვების სახელზე შექმნილ ანაბარზე, ისე რომ სანამ ეს ბავშვები 18 წლისანი არ გახდებენ, არავის არ აქვს უფლება რომ ამ ანაბარზე ფულს შეეხოს. და პლუს ის რომ როცა ბავშვები 18 წელს შეასრულებენ, ექნებათ უფლება მოითხოვონ რომ ნებისმიერი ფოტო და ვიდეო მასალა, რაც მათი არასრულწლოვანი ასაკის პერიოდის დევს ინტერნეტში, ყველაფერი დაიბლოკოს და წაიშალოს. და კევინმა სხვათა შორის ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს კანონი მიეღოთ. და ამის გამო რა თქმა უნდა დიდი პლუსები დაიწერა. და სხვათა შორის კანონმდებლობაში ცვლილება მოხდა ეხა მარტში. ამ წლის მარტში სულ ახალი ამბავია, რაც იუტასთვის არის შტატისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იუტა არის ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა შტატი. ანუ ახალგაზრდა შტატში გულისხმობ, რომ მოსახლეობის საშუალო ასაკი ყველაზე დაბალი, ყველაზე ახალგაზრდა არის იუტაში. შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წელგადადგმული ნაბიჯი ამ შტატისთვის. ისედაც არ ვიცი, აი ინტერვიუები ან დოკუმენტურში ინტერვიუები ხო არის სამივე აძლევენ ინტერვიუს და კევინს რაც შეეხება, ანუ ამ ყველაფერს ხო საუბრობს ეს რამდენად მნიშვნელოვანია და არასრულწლოვნები რომ უნდა დავიცვათ და ასე. მეორე წუთში ამბობს, რომ თქვენ ვერ წარმოვიდგენთ კევინ ან თავის შოუზე შეწერო, რამდენად პრივილეგირებული იყო სკოლაში იმის გამო, რომ ჩვენ YouTube არხი გვქონდა. მე ესეთი პრივილეგია ჩემს ახალგაზრდობაში, ჩემს ბავშვობაში არ მქონია, როგორიც ჩატს ქონდა სკოლაში მაგის გამო. რა პრივილეგია სკოლიდან რო გამოაგდეს? მაგალითად, რუბის გაშორდა, საჩუვარი შეიტანეს და აღარ არიან ცოლ-ქმარი ოფიციალურად, მაგრამ ამავე დროს რუბიზე ცუც მაინც არაფერს ვერ ეთქმევინებ. ანუ ინტერვიუს რო უსმენ, ყოველთვის ისეთ ცდილობს წინადადებების აწყობას და ისე მოგიყვება ამ ისტორიას, რომ რუბიზე მაინც საბოლოოდ ცუც არაფერს არ ამბობს. ანუ იმასაც კი იხსენებს, რომ სულ თავიდანვე აი ძალიან ისე კრიტიკას რო იღებდნენ და კომენტარებში რო ნეგატიური შეფასებები და კომენტარები ქონდათ YouTube-ზე ვიდეო, მაგან გამოიწვია რუბის ძალიან გაღიზიანება და ასე ვთქვათ, უბიძგა იმ ყველაფრისკენ, რაც შემდეგ ჩაიდინა. არც მოდი ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ თან ამავე დროს ცდილობს რომ რაღაცა კანონი შეიცვალოს და მოსამართლეს წინაშე სიტყვით გამოდის და Forbes-ი იყო, მე მგონი Forbes-ის ყდაზე იყო და ანუ ძალიან არის რა აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში. მაგრამ რაღაცა მომენტში მგონია რომ შეიძლება რუბის რაღაცა მასალები კონდეს მის საწინააღმდეგოდ. ცოტა ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, თორე გამოუქვეყნებს ან ციხიდან რო გამოვა მერი ან მოკეთ რაღაცა მგონია რომ თითქოს და ბოლომდე ვერ ამბობს რუბიზე ვარს, შეიძლება სიყვარულიც იყოს არ ვიცი. თუ ვინმეს მაინც დაგჭირთ კიდე ის მომენტი რომ უფრო მეტის გაკეთება არ შეეძლო CPS, უფრო მეტის გაკეთება არ შეეძლო თუნდაც მეზობლებს, სანათესაოს, ოჯახს. ნუ რუბი თავის ოჯახს ძალიან ჩამოშორებული იყო, იჩხუბა ყველას, იმიტომ რომ ჯუდის შეტენას ცდილობდა მაგათთვის და ჯუდის კურსების და ამათ არ გვინდაო. ცოტა შორის თავიანთ YouTube არხებზეც ისაუბრეს მისმა დებმა, რომ ანუ ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ან ჯუდის გარეშე, ან საერთოდ აღარ მოხვალ და აღარ გუნახავდა, მას მე აღარ გამოჩენილა ჩვენთან. მეზობლებს რაც შეეხება, ნუ რაც შეეძლოთ ალბათ იმასაც აკეთებდნენ ეს მეზობლებს. ხთა შორის ერთი ამბობს, რომ ერთხელო ერთ-ერთ CPS-ის გამოძახეთ არეკვაზე მკითხესო, რომ ფიზიკური ძალადობის ნიშნებს ხედავთო. არ ჩანდა არანაირი ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ იყო და ნეტა მომეტყვილებინაო. ნეტა მეთქვა, რომ კიო. ეხა უნდა უფრო არ მოვიტყვილო. თუმცა ანუ ყველაც ერთნაირად არ არის და ყველა ერთნაირი არ არის. მაგალითად შერი წერს თავის წიგნში, რომ ორი მეზობელი ყავდათ ცოლ-ქმარი, რომლებიც ჩვენ თავშესაფარი იყვნენ. ხამეებსაც კი ვათენებდით იქ, როცა გვჭირდებოდაო და მუდმივად გვერდში გვედგნენ და ყველანაირად გვეხმარებოდნენ. სხვათა შორის შერი დედას და მამას ეძახის იმათ. წიგნში. ანუ ამათ კევინს და რუბის ეძახის და იმათ დედას და მამას. გარდა ამისა, როგორც გითხარით, იუტა ძალიან ისეთი ტრადიციული კონსერვატული შტატია და სკოლას და მასწავლებლებს რაც შეეხება ეს ბავშვები გამოყვანილი ყავდათ სკოლიდან, რაც ამერიკაში სხვათა შორის არც ესეთი გასაკვირი ამბავი არ არის. Homeschooling, ანუ ბავშვის სკოლიდან გამოყვანა რო სახლში ამეცადინო და სახლში ასწავლო, საკმაოდ პოპულარული თემა არის ამერიკაში. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკული სასწავლო სისტემა არის
კოშმარი. ძალიან არენდობიან, განსაკუთრებით ესეთი რელიგიური და ეკლესიური და ტრადიციული მშობლები ძალიან არენდობიან სასკოლო სისტემას ამერიკაში და ჩვეულებრივი ამბავია ჰომსკულინგი, რომ ესე გაყავთ სკოლიდან ბავშვები. სხვათა შორის ამ ბოლო დროს ბოლო ტრენდი, განსაკუთრებით TikTok-ზე რაც იყო პოპულარული, კიდევ უფრო კოშმარი, მარტო ჰომსკულინგი კი არა, unschooling-ი, ანუ ჰომსკულინგის დროს სკოლაში სახლში მაინც ამეცადინებენ. unschooling-ის დროს მთლიანად წყვეტენ მშობლები ბავშვების მეცადინეობას და ცხოვრება არის თვითონ მასწავლებელი და ცხოვრება ასწავლით ყველაფერს რაც სჭირდებათ. ბოლო ინფორმაცია სიახლე ჯუდიზე და რუბიზე, უბრალოდ ჯუდიზე რაც მოვისმინე არის ის, რომ სასამართლო დარბაზში დაბრუნებას ცდილობს. კი. ანუ ასაჩივრებს განაჩენს, იმიტომ რომ არ ვიცოდი ხელს რას ვაწერდი. მოგეთ, ანუ თავიდან სასამართლო პროცესი არ შედგა, იმიტომ რომ ორივემ თავი ცნო დამნაშავედ პირდაპირ. ანუ მიზეზი რა იყო იცით, რომ ბავშვები არ გვინდაო რომ სასამართლო პროცესებზე იარონო და როგორც მოწმეები გამოვიდნენ. ანუ საკუთარი მსხვერპლის მოსმენა არ უნდათ რა, მოკლედ რო ვთქვათ. და ნუ მოგეთ ამ იდეით თავი დამნაშავედ ცნეს. მაგრამ ეხლა საჩივარი შეიტანა ჩუდი, რომ ჩემმა ადვოკატმა, რა ერქვა მის ადვოკატს ხო, დაგთერი, რომელიც ძალიან ცნობილი ადვოკატია სხვათა შორის იუტაში, სასამართლოს გვერდით აქვს პირდაპირ ოფისი და ანუ ძალიან ცნობილი ადვოკატია. არა მიხსნაო ჩემმა ადვოკატმა რას აწერდი ხელს. იმიტომ რომ ეხლა რადგან აღიარა თავი დამნაშავედ, ესე მარტივი აღარ არის ამნისტიაზე განცხადი შეტანა, ხო? იმიტომ რომ თქვი რომ დამნაშავე ვარ კი. ეხლა როგორც ჩანს ამ 4 წლის გატარებას აღარ უნდა ციხეში და როგორმე ცდილობს რომ სასამართლო დარბაზში დაბრუნდეს. ნუ მაქსიმალურად გადატანილია მოსმენა 2026 წლისთვის არის ჩანიშნული, მაგრამ მოკლედ ერთი თუ მეორე მიზეზით, ანუ ეხლა ადვოკატმა თავი ხონდა დაიცვას რა თქმა უნდა თუ სასამართლო, ანუ არ ვიცი თუ მივა თუ არა სასამართლო პროცესამდე, ანუ საკმარისი მტკიცებულებები იქნება თუ არა იმისთვის რომ საერთოდ სასამართლო პროცესი შედგეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობს რომ ესე როგორმე სიტყვით გამოვიდეს სასამართლო დარბაზში. საქართველოში ესეც მინდა ვთქვა რომ საქართველოში სხვათა შორის სახალხო დამცველის აპარატში არის ბავშვთა დაცვის დეპარტამენტი. ეს არის მათი ცხელი ხაზი, აქ დაგიწერთ ცხელ ხაზს. რეგიონებში სხვათა შორის არაერთი ოფისი აქვთ და მე ვფიქრობ რომ ყველა უნდა ვიცოდეთ ამ ცხელი ხაზის არსებობის შესახებ და ამ ოფისების არსებობის შესახებ თუ ოდესმე დაგვჭირდება. და ბოლოს ორი მნიშვნელოვანი ფაქტი რაც მინდა რომ აუცილებლად ვთქვა. პირველი, ამ ბავშვების დედა არის რუბი და არა ჯუდი. რაც არ უნდა თერაპიის კურსი იყოს, რაც არ უნდა ჩაგიდონ თავში. შეიძლება დაგაჯერონ რომ არ ვიცი ქმარს გაშორდი და რაღაც ბანაკში გავუშვი, ან რაღაცა კურსები გაყიდინონ, ფული გადაგახდებინონ, YouTube არხი გადაუფორმო ვიღაცას თავის სახელზე, ან ყველაფერი, მაგრამ ძალადობა, საკუთარ შვილებზე ფიზიკური ძალადობა. მე ვფიქრობ, ეს ადამიანს შინაგანად ან გაქვს, ანუ სანამ დედობამდე მივა საქმე, როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი, ეს ძალადობისადმი მიდრეკილება ან გაქვს ბუნებრივად, ან არა. მე ვფიქრობ, რომ ამ მესამე ვარიანტი არ არსებობს. და მეორე და ბოლო. გვახსოვდეს, რომ ყველა ვლოგი ერთნაირი არ არის, ყველა არხი რა თქმა უნდა ერთნაირი არ არის. ეს არის ძალიან ექსტრემალური შემთხვევა. და მისი ასე ზოგადად ყველა არხზე გადატანა რა თქმა უნდა არასწორი იქნება. ეს არც არის ამ ვიდეოს მიზანი. ამ ვიდეოს მიზანი იყო, რომ უფრო ყურადღებით, უფრო კრიტიკულად შევხედოთ მსგავს არხებს, არა ნეგატივით, არამედ უფრო მეტი ყურადღებით. უფრო მეტ დეტალებს დავაკვირდეთ, როცა არასრულწლოვან ბავშვებს ეხება საქმე, იმიტომ რომ რაც არ უნდა დაუჯერებლად ჭრებდეს, რაც არ უნდა წარმოუდგენლად გვეჩვენებოდეს, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მშობლები არიან, ჩვენი საქმე არა, რაც არ უნდა იდეალურად ჩანდეს გარედან სიტუაცია. შეიძლება ერთი კითხვით, ერთი ზარით, სწორ მომენტში კარის გაღებით და დროებით უსაფრთხო ადგილის თავშესაფრის მიცემით იმ ადამიანებს დავეხმაროთ, რომლებზეც ვერც კი ვიფიქრებდით, რომ დახმარება სჭირდება.